რა თქმა უნდა, პირველად მიხარია, როცა თქვათ ვესაუბრები საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფ ადამიანებს ქრისტეს შესახებ, იმიტომ რომ თვითონ ეს ქრისტეს შესახებ საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი ყველა ქრისტიანისათვის და მით უმეტეს სასულიერო პირს ამის პირდაპირ ვალდებულება აქვს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაინც ესე ჩემი ინიციატივით ამას არ ვაკეთებ, ეს არის კათოლიკოს პატრიარქის კურთხევა. ასევე კურთხევა და დალოცვა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის მეუფეშიოსი მე ვეკუთვნით მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მე ლეგიტიმაცია თქვათ მისიონერობისა მაქვს მათგან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა თქვენი ეპისკოპოსის გარეშე და ასევე არ მოხდებოდა თქვენი სამრევლოს მამაოს და თქვენი სიყვარულის გარეშე, იმიტომ რომ როგორი კურთხევებიც არ უნდა იყოს, თუ ადამიანები არ მოვიდოდნენ, ლექსია არ შედგებოდა და რადგან თქვენ მოდიხართ, ესე იგი ორივე მხრიდან არის ჩვენი მხრიდანაც, თქვენი მხრიდან, ოფიციალური მხრიდან, არაოფიციალური მხრიდანაც არის ეს ორივე მხრიდან ეს დასტური, მოკლედ ასე ვთქვათ. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ასე ვცდილობ ხოლმე დავიწყო და მე თუ შუალედშიც ამის შესახებ თემა მოიტანს და სიტყვა მოიტანს, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ სადაც ქართველები ეკლესიის გარშემო იკრიბებიან, ისინი გადარჩებიან, როგორც ღირსეული ქართველები, გადარჩებიან, როგორც ქართველები. ეს გადარჩენა ეგზისტენციალური მნიშვნელობის შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნულობა პირდაპირ კავშირშია განკაცებულ ღმერთთან, ადამიანად მოსულ ღმერთთან. ეს არის საქართველო. ჩვენ არ დაგვავიწყდეს გიორგი მერჩულის მიერ ნათქვამი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია, ეს არის მე-10 საუკუნე, მაგრამ სავარაუდოდ ეს ალბათ უფრო ადრე იყო ნათქვამი, თავად გრიგოლ ხანძთელის დროსაც. როგორ განმარტავს საქართველოს მსგავს რამეს მე ილია მართალი ჭავჭავაძე მე-19 საუკუნეში იმეორებს, ცოტა სხვა სიტყვებით, რომ საქართველო იქ არის, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ქართული კულტურა და საქართველო ამით არის აღსავსე და ეს არის ფაქტიურად საქართველოს პოლიტიკური საზღვრები თანხვედრაშია მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებთან, იდენტური ცნებებია, ჩვენი ეროვნული მოღვაწეები თითქმის თანხვედრაში არიან საქართველოს ეკლესიის წმინდა შესაბამისად სოფლიო ეკლესიის წმინდანებთან, ასე რომ თქვენში ეს გადარჩენა, ეროვნული გადარჩენა ეს ქრისტესთან მჭიდრო ერთობასაც გულისხმობს. რა თქმა უნდა, ჩვენ რო წარუდგებით ღვთის წინაშე, არავინ გკითხავს, რომ ქართველები ვართ თუ არა, არამედ ჩვენ გკითხავენ, ქრისტიანები თუ ვართ, უბრალოდ ჩვენს ქრისტიანობას ხელს უწყობს ჩვენი წინაპრების დიდი ლოცვა, მათი მეოხება ღვთის წინაშე და ჩვენი კულტურა, რომელმაც გაგვიოლა ყოვლადწმინდა სამება ღმერთის და განკაცებული ღმერთის მიღება. იმიტომ ეს ასე ადვილი არ არის, რომ მიიღო ეს უდიდესი საიდუმლო სწავლება ღმერთის შესახებ და ამიტომ ეკლესიაში თქვენი ყოფობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ ეკლესია, როგორც ხშირად ვამბობთ, ეს არ არის აბსტრაქცია, ეს არ არის შენობა, რომელიც მით უმეტეს თქვენი არ არის. ეს საერთოდ შენობა საერთოდ რო არ გქონდეთ, თქვენ ეკლესიად მაინც მოიაზრებით, იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეკლესიად ვიკრიბებით, როდესაც ლიტურგია აღესრულება, როცა თქვენ ეზიარებით და ეს ყველაფერი ხდება ეპისკოპოსის გარშემო, როცა თქვათ ღვთელი წირავს, ისიც წირავს ეპისკოპოსის ლეგიტიმაციით, ეპისკოპოსის კურთხევით, ამიტომ როცა ვამბობთ, რომ შეიკრიბეთ ეკლესიაში, ეკლესიის გარშემო, ეს ნიშნავს, რომ შეიკრიბეთ ეპისკოპოსის გარშემო და თქვენ ხართ ეკლესიაში, თუ თქვენ რა თქმა უნდა, ესე იგი, გაცნობიერებულად აკეთებთ ამას. რაც შეეხება დღევანდელ თემას, თუ ვიღაცისთვის რთული იქნება ჩემი საუბარი წინასწარ შენდობას ვთხოვ, ჩემს მახასიათებლად შეიძლება გამოდგეს ამ შემთხვევაში, მე არასოდეს არ ვსაუბრობ ქრისტიანობაზე მარტივად. ქრისტიანობა არის უბრალოება და უბრალოება ძალიან ღრმა აზრი აქვს. ქრისტიანული უბრალოება, როგორც ღვთისმეტყველებაში, ისე ცხოვრების წესში არ ნიშნავს ბანალურ სიმარტივეს ან ინტელექტუალურ დაუხვეწაობას, ასე შემდეგ. უბრალოება ღრმად შეიძლება განიმარტოს, მაგრამ მეორესკულა აი სწორედ ბანალური სიმარტივის თვალსაზრისით მე არ მიყვარს, როცა ქრისტიანობას ძალიან ამარტივებენ და ქრისტიანობა დაყავთ რაღაც უბრალო რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებამდე. ჩემი აზრით ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რა სწამს. აი ამისათვის გამოდგება მაგალითად რომ ეს დავადასტუროთ, ნათლობის წინა აუცილებელი პირობა. ნათლობის წინა აუცილებელი პირობა ადამიანს ჰქონდეს გაცნობიერებული ღვთისმეტყველება.
მან უნდა იცოდეს მწამსი, მან უნდა იცოდეს ვინ არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა ღმერთი, მან უნდა იცოდეს რას ნიშნავს ეკლესია, ეკლესიური საიდუმლოებები, გაცნობიერებული უნდა ქონდეს ეკლესიის შესახებ. მან უნდა იცოდეს რას ნიშნავს მარადიული სიცოცხლე. რას ნიშნავს მკვდართა აღდგომა. ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. მას უნდა იცოდეს რას ნიშნავს იესო ქრისტე არის ღმერთი. მან უნდა იცოდეს რას ნიშნავს იესო ქრისტე არის სასუფეველის, ანუ სამეფოს მეფე, რომლის ქვეშ შევდომი, რომლის მოქალაქე შენ ხდები. ქრისტიანმა ისიც კი უნდა იცოდეს, როგორ ებრძოლოს თავის ცოდვებს, უნებებს, რომლის უკან ეშმაკი დგას. აი ეს ყველაფერი უნდა იცოდეს და იდეაში დასრული ადამიანი მერე ინათლება და ეს ყველაფერი აღთქმის სახით იდება. ამიტომ ვერ ვამარტივებთ ჩვენ მას ხელოვნურად, იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ ქრისტიანობაზე ისე, როგორიც ის არის. თუ ცოტა სირთულეს წავაწყდებით, შენდობას ვითხოვთ წინასწარ, მაგრამ მე ვერ გაგიმარტივებთ. ესე იგი, თემა იყო ესეთი, როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს. ბუნებრივია, რომ ეს თემა ესეთი კლასიკური სასკოლო, საღვთისმეტყველო თემა არ არის. ეს არის თემა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურობაში და დიახაც სულიერი ცხოვრება არის ყოველდღიური პრაქტიკა ღმერთთან ურთიერთობისა და ღვთისძიების. როდესაც ეს თემა მოვიდა ჩემამდე, ხო, ფიქრობ ეხლა რა უთხრა ამ თემის შესახებ. ვერცად დოგმატურ სახელმწიფოში ვერ წაიკითხავ ამას. ხო? რაზე უნდა ვესაუბრო და ბუნებრივია დავჯექი და ვფიქრობ ეხლა. აი რა შეიძლება ამ თემაზე ვიფიქრო და პირველი ესა, მეორე ეს, მესამე ეს და გამოვიდა 13 თეზისი. ეს უცებ დავჯექი და ეს ჩამოვწერე. იმის მერე ხელი არ მომიკიდებია, ეს სხვა სალექციო თემებიც ესე ვამზადებ ხოლმე. დავდგები, ამ თემაზე რა უნდა ვთქვა და წავიდა პირველი, მეორე, 13. ეხლა 13 გამოვიდა. გუშინ გამოვიდა 5 გუშინდე ლექციისათვის. აი ეს. და მე ეხლა ამ თეზისებს აღმოგიკითხავთ და ძალისაებ ვეცადოთ და ვისაუბროთ თითოეულ თეზისის შესახებ და თეზისების მიხედვით. და პირველი რაც ჩამოვწერე არის ჟღერს ესე პოდი ესე ვთქვა. მოდის თუ არა თანამედროვე ცხოვრება კონფლიქტში, ხო არის გამოწვევები, თანამედროვე ცხოვრების გამოწვევები და როგორ გაუვკლავდე. ეხლა ვამბობ, ჩემთან პირადად, მოდის თუ არა თანამედროვე ცხოვრება კონფლიქტში ჩემთან და თუ მოდის რაში მოდის. საინტერესოა. ვიგებ ეს კონფლიქტი საერთოდ არ მაქვს და რაზე უნდა ვისაუბრო მაშინ, ხო სწორია? და როდესაც დავფიქრდები, რა თქმა უნდა, ადამიანის პირველი რეაქცია ადამიანის იქნება, კი კაცო, როგორ არ აქვს, იმდენი კონფლიქტური სიტუაცია მაქვს ადამიანი თქვის, იმდენი პრობლემა მაქვს, ყოფიჩი იქნება, თუ ადამიანი აქცენტირებულია მაინც სულიერ ცხოვრებაზე, იქაც დაინახავს რაღაცას, ხო? ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ყველას ხო ჩვენი სიმართლე გვაქვს. შესაბამისად, ჩემ სიმართლეს იმდენი ადამიანი მტრობს, რამდენი ადამიანი ჩემს გარშემოა, დაწყებული, ესე იგი, ოჯახის წევრიდან დამთავრებული მეზობლით, მთავრობით, რა ვიცი. ანუ გესმით, ბუნებრივია, რომ თუ მე მიუშვი ჩემი თავი და ცოტა, ესე იგი, დიპლომატიაზეც უარი ვთქვი, შეიძლება ადამიანმა ყველასთან იჩხუბოს და საბოლოო ჯამში თუ ადამიანი გამომელია საჩხუბე ვისთანაც მე კონფლიქტურ სიტუაციაში მოვალ, მე ავიხედები ზემო და რა არის ღმერთო ეს რა ხვედრი მარგუნე, რაღაც არ მომწონს მე ესე. ჩემი გეგმა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად დავგეგმა და სხვანაირი ნაყოფი მაქვს. დიახაც ადამიანი იტყვის ეგრევე რომ მოდის კონფლიქტში ჩემთან ეს ცხოვრება თანამედროვე, იმიტომ რომ მე აქ ვარ და წარსული არ ვიცი როგორი იქნებოდა, არც მომავალი არ ვიცი როგორი იქნება, დღეს რო ვარ, ეს კონფლიქტი სახეზეა, თავისთავად ცხადია. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საინტერესო საკითხი. აი მე ესე დავშვი ეს შეკითხვა. მაიძულებს თუ არა თანამედროვე ცხოვრება კომფორტის ზონიდან ნებაყოფლობით გამოსვლას და თუ მაიძულებს რა სახის მიზეზები იწვევენ მას. კონფლიქტური სიტუაცია მიქმნის გარემოს, რომელიც მე არ მომწონს. ადამიანი მიისწრაფის კომფორტისკენ. მინდა მე ეს კომფორტი. მშვიდად ვიყო, რა არის კომფორტი? სიმშვიდე, არ მშია, არ მწყურია, არავინ არ მავიწროებს, უსამართლო, არავინ არ მეკცევა, ხო? აი რამდენი რაღაც შეიძლება ჩამოითვალოს. და ვიყო მშვიდად, არავინ არ მაღიზიანებდეს, გაურკვევლობა არ მტანჯავდეს, უფრო გლობალურადაც შეიძლება შევხედო, მსოფლიოში ომი არ იყოს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, მე ვხედავ, რომ ისი არ არის, როგორც მე მინდა. ანუ რაღაცეები მაიძულებს, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდე. და ვაკეთო ის, რაც მე მაინდა-მაინც არ მინდა. იძულებული გავხდე ვიომო იქ, სადაც არ მინდოდა ომი, ვიბრძოლო იქ, სადაც არ მინდოდა ბრძოლა. გავერიდო, ან შეუტიო, გესმით? ანუ ეს კომფორტის ზონა. ადამიანს სულ მუდმივად ერღვევა კომფორტის ზონა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს.
თუ ადამიანმა მეტნაკლებად ქრისტიანობა იცის და გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებაც აქვს, მაშინ ადამიანი აუცილებლად მიხვდება იმას, რომ არანაირი კომფორტი ზონა ამ სამყაროში სინამდვილეში არ არის. ადამიანი სწორედ იმიტომაც არის ადამიანი, რომ ის კომფორტულად თავს ვერ გრძნობს ამ სამყაროში. ნებისმიერი ცხოველი უფრო კომფორტულად გრძნობს სამყაროში თავს, ვიდრე ადამიანი, იმიტომ რომ ცხოველი ეთვისება ბუნებას, ეთვისება სამყაროს. ადამიანი არ ეთვისება, ადამიანი გარდაქმნის, მას არ შეუძლია არ გარდაქმნას. ის მუდამ გარდაქმნის ამ ხილულ სამყაროს დაწყებული მიწათმოქმედებიდან, ცეცხლის მოპოვებიდან, დამთავრებული დღევანდელი განსაცვიფრებელი ტექნოლოგიებით მუდამ გარდაქმნის სამყაროს, იმიტომ რომ ის რაც არის, მას არ აკმაყოფილებს. ადამიანს საკუთარი სხეულიც კი დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ტანსაცმელს ატარებს. ცხოველი ტანსაცმელს არ ატარებს. ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ ვინც ბიბლია იცის 60-დან, რომ ერთ-ერთი ნიშანი ღმერთს დაცილებულობისა იყო ის, რომ დისკომფორტი იგრძნოს საკუთარ სხეულთან, ერთმანეთთან და ერთმანეთს შეხედეს მომხმარებლური ანგარებიანი თვალით და საკუთარ თავთანაც დისკომფორტი იგრძნეს და შეიმოსეს. აი საიდან დაიწყო ყველაფერი, იქედან დაიწყო. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ უნდა გქონდეს ილუზია, რომ ოდესმე ხვალე ისეთ კომფორტულ ზონაში აღმოჩნდები, სადაც არაფერი არ შემაწუხებს. ესე არასოდეს არ იქნება. ეხლა კიდევ ერთი თეზისი ამასთან დაკავშირებით. ჩემსა და თანამედროვე ცხოვრებას შორის დაპირისპირების მიზეზი, კონფრონტაცია რო იქნება და კომფორტის ზონიდან რო გამოვდივარ. ეს მიზეზი, ხო, ესე იგი ჩემსა და სამყაროს შორის. სამყაროში იგულისხმება უტყვის სამყაროს და ადამიანთა საზოგადოებას. აი ეს დაპირისპირების მიზეზი, და ეხლა ესეთ ტერმინს გამოვიყენებ, ონტოლოგიურია თუ ინდივიდუალისტური. ანუ ეგოსგან გამომდინარეა თუ ონტოლოგიური, ანუ არსობრივი. არსობრივია ესა. რომელსაც არაფერი არ ეშველება, თუ ინდივიდუალურია, ეგოისტური და რომელსაც ეშველება, რატო? იმიტომ რომ ცოტა ეგოიზმის გარდა, თუ განთავისუფლდები, ცოტა ეგოიზმის თუ განთავისუფლდები, მას შეიძლება ეშველოს და თუ ონტოლოგიურია, თუ არსობრივია, ამას არაფერი არ ეშველება. ესმით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე მკითხვას ვსვავ, გამოწვევები რომელიც აი ამ დისკომფორტულ გარემოში მომყოფებს. მიზეზი არსობრივია? ესმით? აი ეს არის. რა თქმა უნდა, წისრებით შეიძლება ითქვას, რომ მიზეზი, რა თქმა უნდა, ეგოისტურიც არის, ინდივიდუალისტურიც, მაგრამ ძირითადად ამ დისკომფორტის მიზეზი არის ონტოლოგიური, არსობრივი. რაც ცოტა თავიდანაც ვახსენე, რომ იქ რაც მოხდა 60-ში, ამან გამოიწვია ის, რომ ესე იგი ადამიანი ვერ ეგუება სამყარო, საკუთარ თავსაც კი ვერ ეგუება და იწყება ეს პრობლემები, გარდაქმნის მცდელობა, ესე იგი 60-ის შექმნა დედამიწაზე, ბაბილონის გოდოლის აშენება, ეს ბიბლიური ტერმინებია, რომ როგორმე ეს პრობლემა, ჩემი არსობრივი ონტოლოგიური პრობლემა მოვაგვარო და მივახციო რას? ბედნიერებას. ჩემთვის და ჩემი შვილებისათვის. და ადამიანს შეუძლია თუ არა ბედნიერების მიღწევა? არ შეუძლია. რატო? საიდან ვიცით ეს? იმიტომ ყველა ბედნიერებას ეძებს. ჩვენ არ გვინახია ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მოკლედ სტაბილურად გააჩნია ლუარსაბ თათხარიძეზე, ალბათ ლუარსაბ თათხარიძე თავის ცხოვრების საუკეთესო წლებში როცა დარაჯანი წყალდა, რო გეკითხა, ბედნიერი ხარ ლუარსაბ? ვეჟო ბედნიერი ვარ, აბარა, იტყოდა ლუარსაბ თათხარიძე. იმიტომ რომ კმაყოფილი იყო კარგი საჭმელით. ისე როგორც ნარკომანი შეიძლება წამალს დიდი ხანი არ გაუკეთებია და უცებ წამალს იშოვის და გაიკეთებს იმ მომენტში კი ვახ ბედნიერი ვარ. ესმის მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არ არის ბედნიერება. ადამიანის ღირსებისათვის შემლახველია ხორციელ სიამოვნებაზე დაიყვანოს ბედნიერების ეგზისტენციალური მხარე, რომელსაც ადამიანური ბედნიერება, ღვთის ხატი და მსგავსი არსების გონიერი მოაზროვნე და თავისუფალი არსების ბედნიერება ქვია. ხო შეიძლება თავისუფალი და გონიერი არსების ბედნიერება გაუთანაბროთ ცხოველის ბედნიერებას, ლეკვის ბედნიერებას. ხო, არ შეიძლება. ამიტომ გააჩნია ადამიანს როგორ უყურებ. თუ ინდივიდუალურია, მაშინ მსგავში ვიმყოფები. ანუ თუ არსობრივი არ არის დაპირისპირება ჩემი ამ სამყაროსთან, არსობრივი, ონტოლოგიური თუ არ არის არსობრივი. გამოდის რომ ჩემსა და ამ სამყაროს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს. იმიტომ რომ არსობრივი დაპირისპირება არ ხდება, მე არსით იგივე ვარ, რაც ეს სამყაროა. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ეს დაპირისპირება არ არის არსობრივი, ნიშნავს, რომ რა სამყაროც არის, ისეთი ვარ მე და მსგავსში ვიმყოფები. აი მაგალითად ცხოველი.
ცხოველი მართალია ბიოლოგიური არსებაა და დაფრინავს, მოძრაობს, სიამოვნებს, გაურბის, თვითგადარჩენის, გამრავლების ინსტინქტი აქვს, მაგრამ ის სინამდვილეში მაინც ბუნების ნაწილია, რომ მოკვდება მიწას შეერევა. მიწისაგან აღმოცენებული მიწას შეერევა, როგორც მცენარე მიწისაგან აღმოცენებული მიწას შეერევა, ძაღლი მიწისაგან აღმოცენებული მიწას შეერევა. და ამიტომაც ის არც გარდაქმნის სამყაროს, ხო ამაზეც ვთქვით? ანუ მსგავსში იმყოფება. მე ვარ მსგავსი ამ სამყაროსი და მსგავსში ვიმყოფები? ხო, კითხვა, ხო, ასე რომ დავსვათ. და მაშინ რა გამოდის, რომ თუ მე მსგავსი ვარ, მსგავსში მაშინ ამ სოფელს, რომელიც მაგალითად ეხლა ჯუნგლებში, ხო, ერთი ცხოველი მეორეს ჭამს, ამიტომ ერთი როცა ცხოველი მეორეს ჭამს, ის გარბის. ანუ მე უპირისპირდები ჯუნგლებში ვიმყოფები ჯუნგლების კანონებით და მეც იგივე კანონებით მოქმედებ. ანუ რა პრინციპითაც ეს სამყარო მეპირისპირდება, იგივე პრინციპით უპირისპირდები მე ამ სამყაროს. და ადამიანურ ურთიერთობებში ჩანს ესე, რომ გამარტყა ხელი, გავარტყი ხელი, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, დამჩაგრა შურს ვიძიებ, მომიკლა ვიღაცა სისხლს ავიღებ. ნორმალურია, იმიტომ რომ როგორ ეხლა მე თავი ხო უნდა დავიცვა. ეს არის ლოგიკური, ნორმალური და ზოგ შემთხვევაში ისტორიულ კონტექსტს თუ გადავხედავთ, აუცილებელიც კი იყო, მაგალითად, ძველ აღთქმაში ჩვენ ვნახავთ, რომ ეს პრინციპი იყო თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. ესე იგი, თუ ადამიანი მეორე ადამიანს მოკლავდა, ესე იგი, სისხლით უნდა ეზღო მას. საქართველოს მთიანეთში გვახსოვს ჩვენ, რომ სისხლის აღების ინსტიტუტი არსებობდა. ჩვენ შეიძლება მოგვიჩვენოს, რომ სასტიკი წესები და კანონებია, მაგრამ ეს სასტიკი წესები და კანონები არეგულირებდა ადამიანთა შორის ურთიერთობებს, რომ მთლიანად ბოროტებას არ მოეცვა მთელი სამყარო. ლოგიკურია, ბუნებრივია. ოღონდ ეს ლოგიკა და ეს ბუნებრიობა ამ სოფლის ჩარჩოებში, აი პარადიგმას ასეთ სიტყვას იყენებენ. აი ამ სოფლის ჩარჩოებშია ეს. შიგნით რო ვართ, ამ შიგნით ეს კანონები მოქმედებს და რა კანონებითაც ეს სამყარო ჩემზე ზემოქმედებს, იგივე კანონებით უპირისპირდები მე ამ სამყაროს. ეს არის ძალიან კარგად რო გვახსოვდეს, მაგრამ მე ვნახავთ, რომ ჩვენ გაცილებით დიდი ღირსების მქონენი ვართ, ვიდრე ამ სამყაროში გამოკეტილი არსებები. მსგავსში ვიმყოფები, სოფელს მისავე კანონებით ვუპირისპირდები, მეც ამ სოფლისა ვარ და დაპირისპირებაც კარგავს ეგზისტენციალურ აზრს. რა აზრია დაუპირისპირდე? თქვათ, მომიგო ან მე მოუგე. თუ ჩვენ ამ სამყაროში გამოკეტილები ვართ, რა თქმა უნდა, მე თუ მოუგე, ცოტა ხანი ვისიამოვნებ. რა თქმა უნდა. მაგრამ დროის თვალსაზრისით ან მარადისობის პერსპექტივაში, როდესაც არათუ დედამიწა განადგურდება, მზეც კი რო ჩაქრება, როდესაც სამყაროში სიცოცხლეს საფუძველი არ აქვს, შესაბამისად თუ სიცოცხლეს არ აქვს საფუძველი, არც მარადისობას არ აქვს არანაირი საფუძველი, არც სიკეთეს არ აქვს საფუძველი, არც სიყვარულს, არც სამართლიანობას, ყველაფერი უნდა გაცამტვერდეს. ათეისტური მსოფლმხედველობა ხო ესეთია? ყველაფერი არის ეს მატერია და მორჩა, სამგაზობილებიანი სივრცე და ესე იგი მატერიალური კანონები და მატერიალური ენერგია დამთავრდა. მეტი არაფერი არ არის. და ამი ამ სამყაროს ნაწილი ვარ. ჩემი სიმართლით და რა თქმა უნდა, მე მსიამოვნებს, როცა ჩემი სიმართლე შენ სიმართლეს აღემატება. მე მსიამოვნებს, როცა მე მშიერი არა ვარ და ჭამს საჭმელს, მაგრამ და როცა კარიერას გავიკეთებ. მაგრამ 100 წელს მერე ჩვენ ყველანი საფლავებში ვიქნები და მე საფლავიც აღარ დარჩება, მზეც კი ჩაქრება, galaktikas განადგურდება. ენტროპიის კანონი არსებობს ფიზიკაში, რომელიც გვეუბნება, რომ ხილული ეს ყველაფერი არაფერი აღარ დარჩება, ყველაფერი ჩაქრება, ყველაფერი გაცვდება, მტრად იქცევა. და მაშინ ჩდება ეს აზრი, რომ ეგზისტენციალური მარადიული თვალსაზრისით დაპირისპირებას რა აზრი აქვს. და ნახეთ როგორი ნიჰილიზმი შემოდის ადამიანში. თავისუფლებას არ არსებობს ესეთ სამყაროში. რა თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ? ყველაფერი დეტერმინირებულია, ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ჩემი აზრიც კი რაღაცა იმპულსით იკვებება, რომელიც ამ აზრის წინ დაიბადა. მიზეზშედეგობრივი ჯაჭვია ყველაფერში. ეს იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირება ინდივიდუალისტურია ჩემსა და გარე სამყაროს შორის. მაგრამ თუ დაპირისპირება ონტოლოგიურია, ქრისტიანობა ამბობს, რომ დაპირისპირება ონტოლოგიურია, აქ იმედი შემოდის. იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში ნიჰილიზმმა შეიძლება მოგიცვას.
ნიჰილიზმა, აი ცნობილი ათეისტები რო გამოდიან ხოლმე და საუბრობენ, ცდილობს რომ იყოს გულწრფელი. და ამ გულწრფელობაში ესეთი რამე თქვა მის ლექციებშია, თავისუფლება არ არსებობს. იმიტომ რომ ყველაფერი დეტერმინირებულია. თავისუფლება არ არსებობს, პიროვნული თავისუფალი გადაწყვეტილება არ არსებობს, ნებელობა არ არსებობს თავისუფალი, აქედან გამომდინარე, ამიტომ ადამიანი არ არის პასუხისმგებელი თავის საქციელზე, იმიტომ რომ ყველაფერი მისი ნებისმიერი საქციელი წინა რაღაც იმპულსებით არის განპირობებული. ეხლა ამ ლექციას რო ატარებ და რომ მიხვიდე და სილა გააწნა. იცით როგორ არ მოეწონება? და შენ რო უთხრა, ნუ ხიზიანდები დოკინს, ნუ ხიზიანდები, იმიტომ რომ ეს ჩემი მოქმედება, ჩემი პიროვნული არჩევანი კი არ არის და მე დამნაშავე კი არა ვარ. ეს გაღასამ განაპირობა. ესეთი რეაქცია ხო არ ექნება, ის გაბრაზდება, არ მოეწონება. ანუ მე მის თქმა მინდა რომ არა თანმიმდევრულობა ვლინდება უკვე აქ, მაგრამ მოაი პრინციპულად აი ესე ამ გზას ადგანა. მაგრამ თუ დაპირისპირება ონტოლოგიურია, არსობრივია. მაშინ კარგად უნდა გავერკვე, ნახეთ რაში. ონტოლოგიურია, არსობრივი დაპირისპირება. ჩემსა და ამ სამყაროს შორის. ჩემსა და ამ სამყაროს შორის ტოლობის ნიშანს ვერ დასვა. ცხოველსა და ამ სამყაროს შორის ტოლობის ნიშანს დასვა. მაგრამ ჩემს როგორც ადამიანს და ამ სამყაროს შორის ტოლობის ნიშანი არის მე. და თუ ეს ასეა და ქრისტიანობა გეუბნება რომ ასეა, მაშინ უნდა კარგად გავერკვე საკუთარ ონტოლოგიაში, საკუთარ არსებაში. ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე? როგორ ცხოველისნაირი ხორცი მაქვს, ხო? ფიზიოლოგია მსგავსია ცხოველისა. სხეულებრივად აგებული ვარ იმ ნივთიერებებით, რომელიც ამ სამყაროში არის, ხო? ვცხოვრობ დროში, ვცხოვრობ სამგანზომილებიან სივრცეში. ხო? ვემორჩილები დროისა და ფიზიკის კანონებს ხორციელად. და ქრისტიანობა უცებ მეუბნება რომ კი ეგ ეგრეა, მაგრამ შენ არსობრივად ამ სამყაროს ნაწილი მაინც არ ახარ. და ესე იგი მე ან უნდა უარყო ქრისტიანობა, უარყო. ან დაუკვირდე საკუთარ თავს და გავერკვე საკუთარ ონტოლოგიაში. თუ ამას არ ვიზავ, აი მოდი ახლა ესე ვთქვა. ქრისტიანი რომელიც ეკლესიაში შემოდის, თუ საკუთარ თავს, საკუთარ არსებას, ონტოლოგიას, საკუთარ არსს არ შეისწავლის და არ დაუკვირდება, რა არის ადამიანი როგორც ასეთი, მის ეკლესიაში მოსვლას არანაირი აზრი არ აქვს. და რეალურად ასეც ხდება, შეიძლება ადამიანი ასე ფილოსოფიურად ამას არ იაზრებს, მაგრამ პრაქტიკაში იცით რა შევლინდება, რომ ადამიანი საკუთარი თავით არ ინტერესდება, რა იცით რა შევლინდება. აი როგორიც მოვიდა ადამიანი ეკლესიაში, ეგოისტური, ინდივიდუალისტური მიდრეკილებებით, უნარჩვევებით, გესმით? აი შურიზიების სურვილით, საკუთარი პოზიციების ასე ბრჭყალების დაცვით და ასე შემ უსიყვარულობით, ჩვეულებრივად როგორიც არიან ადამიანები, ყველანი ასეთები ვართ, ყველანი ასეთები ვართ. ასეთები მოვედით, იმიტომ რომ ჩვენ ასეთები ვართ, ნიშნავს, რომ ხან კარგად ვიქცევით, ხან ცუდად ვიქცევით, ხან ესე, სხვადასხვა ხასიათები გვაქვს, ხო? როგორებიც მოვედით, ეგეთებად დავრჩით. და მე ხშირად ჩვენ შესახებ მსჯელობენ ეკლესიაზე, ქრისტეზე და ამბობენ, რომ ჩვენს ადამიანები ყველაზე მინიმუმ ჩვენნაირები არიან და ვითომ რა შევლინდება მათი რწმენა. ღმერთი რომ არის ეკლესიაში. ეკლესია რომ ადამიანად მოსული ღმერთის საიდუმლო სხეულია. რა შეეთყობათ ამ ადამიანებს? ესენი ხო ჩვენნაირები არიან. ეს უკეთეს შემთხვევაში. ხოლო ხშირ შემთხვევაში, როცა ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში, გვაქვს იმის განცდა, რომ ჩვენ სხვებზე უკეთესები ვხდებით, იმიტომ რომ ჩვენს გულს ღმერთი შეეხო და ვირწმუნეთ იესო ქრისტე ღმერთია და აი ეს გულზე ღმერთის დაუმსახურებელი შეხება და რწმენის გაჩენა ჩვენში, რომ ქრისტე ღმერთია ამას, რომ ეს რომ ვიცით, გგონია, შესაბამისი გარეგანი რიტუალების აღსრულებით გვიქმნის ილუზიას, რომ ჩვენ და რაღაცა მანკიერი ჩვევების გადაგდებით, თქვა ეწევი, აღარ ეწევი, ზიმეცოდვაში იყავი, აღარ ახარ, რაღაცა იგინებოდი, აღარ იგინები, თქვა სიტყვაზე. და მე გვიქმნის ილუზიას, რომ ჩვენ სხვებზე უკეთესები ვართ. მაშინ როდესაც არა ვართ სხვებზე უკეთესები. იმიტომ რომ ის რომ არ იგინები და ის რომ ცოლს არ ღალატობდა, ის რომ ნარკომანი აღარ ახარდა, ის რომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ უკეთესი გახდი, უბრალოდ ადამიანს დაემსგავს. ადამიანს დაემსგავს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩამოთვალე არა ადამიანური იყო. და შენ უამრავი ადამიანი შეიძლება ნახო ეკლესიის გარეთ, რომელიც ადამიანს გავს, კაცო, არც ცოლს ღალატობს, არც იგინება, არც ნარკომანია, არაფერს არ აშავებს, არც ქურდია, არც ყაჩაღია, პატიოსანი მოქალაქეა და შენ გახდი პატიოსანი მოქალაქე და ნუ თუ შენ რაღაცა შეიცვალა შენში არსობრივად არაფერს არ შეცვლილა. და ეს გიყურებს და გეუბნება, რომ აი შენ მორწმუნე ხარ, მე ათეისტი ვარ. შენი ცხოვრების წესით არ ჩანს, რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ ჩემნაირი ხარ, მინიმუმ. და ხოლო თუ ზემოდან მიყურებ და მე ხო ამას გძნობ. ესე გამოდის, რომ ამაყი და ამპარტავანი ყოფილიყარ.
ესეთი შემთხვევა იყო ბასილი დიდს ყავდა ესეთი მოძღვარი წარმართი ლიბანიოსი. და ბასილი დიდი ცდილობდა რომ ათენში რო ასწავლიდა ძალიან უყვარდა თავის სიცოცხლის ბოლომდე პატივს მიაგებდა ლიბანიოს და წერილებსაც კი წერდა და არასოდეს არ აკრიტიკებდა მიუხედავად იმისა რომ წარმართი იყო და მადლიერებით მოიხსენებდა იმიტომ რომ მან ბევრი რამე ასწავლა ახალგაზრდობაში ბასილი დიდს პატივს მიაგებდა თავის როგორც ღვწოვან პედაგოგს მაგრამ რა თქმა უნდა აწუხებდა რომ ის ურწმუნო იყო ხო და რაღაცა პატარა მცდელობებიც ჰქონდა და ერთხელ ლიბანიოსმა ესეთი რამე უთხრა რომ ესე იგი თქვენი ბერები ესეთი ამპარტავნები ხდებიანო რომ ეს მე რაღაც აღარ მახსოვს ზუსტად როგორი სიტყვა იყო რომ მას პრობლემა ჰქონდა სწორედ აქედან გამომდინარე რომ ადამიანი ხდება სასულიერო პირი და ან მონაზონი და ამპარტავნებას ატყობდა იმიტომ რომ იმ სასულიერო პირს რომელსაც 1-2 ალბათ გაიცნო და ნახა ქონდა ეს ილუზია რადგან გახდა სასულიერო პირი ან რადგან გახდა ქრისტიანი ან რადგან გახდა მონაზონი სხვებზე უკეთესია და ეს არსობრივი შეცდომაა უკვე ქრისტიანის მიერ და ამას ის წარმართი გძნობს და რო გძნობს უკვე მას აღარ აქვს სურვილი რომ აქეთ ჩვენსკენ შემოიხედოს ქრისტიანებს ადამიანის ონტოლოგიის შესახებ ცოდნა საიდან გვაქვს აი ჩვენ ვამბობთ რომ ესე იგი მე უნდა ვიცოდე ჩემი ონტოლოგია ჩემი არსი როგორია და ეს ვიცოდე საიდან უნდა ვიცოდე თუ მეცნიერულად ვიკვლევ ესე ადვილი არ იქნება იმიტომ რომ მეცნიერული კვლევით ზოგი ათეისტი ხდება შეიძლება მეცნიერული კვლევით ადამიანი რელიგიურიც კი გახდეს მაგრამ ეგ საკმარისი არ არის ყველა რელიგიას თავის შეხედულება აქვს ყველა მეცნიერს თავის შეხედულება აქვს და აი ქრისტიანებმა რა უნდა გავაკეთოთ ჩემი არსების შესახებ ცოდნა თუ მაქვს მე როგორც ქრისტიანს მაქვს ქრისტიანობაში არის გამოკვეთილი დაკონკრეტებული რაფინირებული ძალიან უმაღლესი დონის შეიძლება ასე ითქვას სწავლება ადამიანის შესახებ ანუ ადამიანური ანთროპოლოგია ძალიან აი შეიძლება ითქვას რომ სხვადასხვა მოძღვრებები არსებობს და ადამიანური ანთროპოლოგიის შესახებ მოძღვრება ქრისტიანობაში არის აი მწვერვალი აპოგეა შეიძლება რა გაგებით აპოგეა ისეთ დიდებულად საუბრობს ისეთ პედესტალზე დააყენა ქრისტიანობამ ადამიანი რომ მას ვერცეთი რელიგია ვერცეთი ფილოსოფიური სისტემა ვერ შეედრება და აი ეს ცოდნა საიდან გვაქვს ჩვენ საიდან გვაქვს მოვიგონეთ ჩვენ თქვით ასე ქრისტიანობა გვეუბნება ასე რომ ეს ცოდნა ადამიანის შესახებ გვაქვს მიღებული გამოცხადებით აი როგორც ღმერთის შესახებ ცოდნა ღმერთი რომ ყოვლადწმიდა სამებაა მამა ძე და სულიწმინდა რომარი და იესო ქრისტე რომ არის ძე ღმერთი სამყაროს შემოქმედი მამასთან და სულიწმინდასთან ერთად რომელიც ადამიანად მოვიდა ის რომ ეკლესია ქრისტეს დაარსებულია და ეკლესია არის საიდუმლო სხეული ადამიანად მოსული ღმერთისა საიდუმლოება რომ არის ხო აი ეს ყველაფერი ცოდნა საიდან გვაქვს გამოცხადებით ღმერთმა გამოგვიცხადა და ადამიანი მხოლოდ იმდენად ხდება მორწმუნე რამდენადაც მას გულში ეს გამოცხადება მისცა ღმერთმა აი ზუსტად ასევე გამოცხადებითი ცოდნა გვაქვს ადამიანის შესახებ ამიტომ როცა ვსაუბრობ ადამიანურ ონტოლოგიაზე არსებაზე ეს ცოდნა ადამიანის შესახებ რომ ადამიანი არის სხვა რამე ვიდრე ეს სამყარო ეს ცოდნა ჩვენ გვაქვს მოცემული ღმერთისგან ღმერთმა გვითხრა რომ ადამიანო შენ ეს ხარ მე გელოდები რომ გახდე ეს და ხა უკვე შენ და ამავე დროს ამ ცოდნას რომ გაძლევ შენ თავისუფლებას მე არ ვეხები მე მოგეცი ეს ცოდნა შენ უკვე ეს იცი და შენ რას იზავს უკვე შენზეა დამოკიდებული ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსი არსება ანუ ისეთია როგორიც არის ღმერთი ოღონ არ არსებით იმიტომ რომ არსებით ის არაფრისაგან არის შექმნილი როგორც თელი სამყარო არამედ საღვთო მადლი და ენერგიით ქრისტიანობამ ეს აპოლოგია რას ნიშნავს აპოლოგია ადამიანური ბუნებისა ანთროპოლოგია სწავლება ამ სწავლების აპოლოგია რომ აი ეს არის ადამიანი პედესტალზე რომ დააყენა უმაღლეს სიმაღლეზე აიყვანა ადამიანი ქრისტიანობამ რას ნიშნავს ქრისტიანობა გეუბნება რომ შენ კი დაიბადე დროსა და სივრცეში მაგრამ შენ შეგიძლია გახდე მარადიული არსება ეს რას ნიშნავს მარადიული არსება მას კი არ ნიშნავს რომ იცოცხლო 1000 წელი მერე კიდე 1000 მერე მილიონი წელი მარადისობა ნიშნავს დროის მიღმიერ ცხოვრებას ეს არის ტრანსცენდენტული ყოფიერება რომელშიც მხოლოდ ღმერთია ანუ ღვთაებრივ სიცოცხლეს ნიშნავს და ჩვენ ეს არ ვიცით რა არის ამის გამოცდილება ადამიანს არ აქვს
შენ ხარ იმის მსგავსი, ვინც galaktikები შექმნა. მეცაც ვიტყვით, შენ გაგ ბუნება, რომელსაც ღმერთი აძლევს ღვთის ტაძრის სტატუსს. და ღმერთი, რომელმაც galaktikები შექმნა, მამა, ძე და სული წმინდა. სწორედ ის ღმერთი შემოვა შენს მისტიკურ სიღრმეში. შენ ხარ არსება, რომელსაც მისტიკური სიღრმე აქვს. აი, ცხოველს არ აქვს მისტიკური სიღრმე. ცხოველი არის სამგანზომილებიანი სხეული აქვს, ხო? სიგრძე, სიგანე და სიღრმე და მორჩა. ადამიანს გარდა ამ სამგანზომილებიანი სივრცისა აქვს მისტიკური სიღრმე, რომელშიც, აი, დავით მეფსალმუნი ამ მისტიკურ სიღრმეს უწოდებს უფსკულს, რომელიც ღვთაებრივი უფსკულის მსგავსია. ფსალმუნშიც არის უფსკულს ხადის, ანუ მოუწოდებს. მე უფსკული, რომელსაც ვერაფერი ვერ შეავსებს ღმერთის გარდა, მეორე უფსკულს, ანუ ღმერთს მოუწოდებ, ღმერთს ვესაუბრები. და აი ეს მისტიკური სიღრმე ისეთი აქვს ადამიანს, რომ მასში მკვიდრდება სამყაროს შემოქმედი მამა, ძე და სული წმინდა. ეს გამოცხადებით სახარებაში გვაქვს ეს. გესმით რაზეა საუბარი? და წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ თუ ადამიანმა ამ სიმაღლეს მიაღწია, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი ადამიანი, ხორცში მყოფი. ჯერ არ გარდაცვლილა. ჯერ კიდევ ხორცში მყოფი ადამიანის შინაგანი სამყარო, გული, ხან არის შუამუცელი. შუამუცელი და გული სინონიმებია. ეს ნიშნავს სწორედ ადამიანის მისტიკურ სიღრმეს და არა ანატომიურ გულს. და აი ეს მისტიკური სიღრმეში როცა მკვიდრდება ღმერთი და სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ასეთი ადამიანის გული და ზეცა არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, იმიტომ რომ იქაც და აქაც ყოვლადწმინდა სამება ღმერთი მკვიდრობს. გესმით რა შეასახა? და გარდა ამისა, ეს კიდევ აი სხვადასხვანაირი კუთხით არის ეს განხილველი. მაგალითად, ერთ-ერთი განხილვა ესეთია, როცა ღმერთმა მოგვანიჭა ჩვენ ღმერთის შვილის სტატუსი. ამიტომ ერთადერთი რელიგია ქრისტიანობა, რომელიც მაძლევს მეუფლებას, რომ მას მამა უწოდო ესე მიმართვით ფორმაში, მივმართო, როგორც შვილმა მამას. და სადაც ყოვლადწმინდა სამების წიაღია, ხო, იქ დავჯდე მარჯვნივ. აი, გესმით, ეს პირდაპირ მოწოდება უფლის, სადაც მე ვარ მინდა რომ თქვენც იქ იყოთ, მე მინდა დაждდეთ ჩემს მარჯვნივ, როგორც მე ვზივარ მამის მარჯვნივ. უბრალოდ გამოუგნებელი მოცემულობა და გამოუგნებელი რეალობა. ამას ნიშნავს ღვთის ხატი და მსგავსი როა ადამიანი. შესაბამისად, რადგან ადამიანი ესეთია, იგი მხოლოდ ნაწილობრივაა დეტერმინირებული ქმნის სამყაროში. აი, მომშივდა, მომწყურდა, დავიძინე, დრო მოქმედებს ჩემზე, უნდა გარდავიცვალო, ჩემი სხეული მიწა შეერიოს, მერე უნდა აღდგეს სხეული. ეს პირდაპირ მწამშივია მოცემული, ხო? ეს საიდუმლოება რას ნიშნავს? ეს ყველაფერი აღდგომა რას ნიშნავს? მაგრამ ეს ნაწილობრივი დეტერმინირებულობა დროისა და სივრცის კანონებს რო ვემორჩილები, ნაწილობრივ დიახაც დეტერმინირებულია ადამიანი, ნაწილობრივ რატო ამჟამად უფლის დაბრუნებამდე, უფალი უნდა დაბრუნდეს. ხოლო უფლის დაბრუნების მერე მის გვერდზე რა დავჯდებით რა, მერე უკვე ვეღარ იტყვირო დეტერმინირებული ხარ. ამ სამყაროს, პირიქით ამ სამყაროს, ანუ ქმნილების გვირგვინი ხდები და როგორც პავლე მოციქული ამბობს განსაცვიფრებლად, ესე იგი, როცა უფალი დაბრუნდება, მთელი სამყარო გარდაიქმნება და ადამიანი ხდება მემკვიდრე, ქრისტეს თანამემკვიდრე, ანუ ღმერთის მემკვიდრე ამ სამყაროში, განსაკუთრებული ადგილი გვაქვს ამ სამყაროში, ხდებით ღმერთის მემკვიდრე. რას ნიშნავს ღმერთის მემკვიდრე? აი მეფე როა, მეფის მემკვიდრე რას ნიშნავს? ანუ რა ძალაუფლებაც აქვს მეფეს სახელმწიფოზე, იგივე ძალაუფლება აქვს მის მემკვიდრეს, ხო? ჩვენ ღმერთის მემკვიდრეები ხდებით ამ სამყაროში, ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლების მქონენი ვართ. იონე მოციქული მაგალითად ესე ამბობს, რომ ღმერთმა მოგცა ხელმწიფება, რომ ვიყოთ ღმერთის შვილები. ეს არის ძალაუფლება. აი ამ ძალაუფლებას გვაძლევს ღმერთი და ამიტომ ჩვენ ამ სამყაროს კანონებში დეტერმინირებულნი აღარ ვართ, არამედ აღმემატებით მას. დროებით დეტერმინირებულები ვართ, ქვია წყურია და ამ შემდეგ. და მე უკვე აღარ ვიქნებით. ანუ ხედავთ რა სიმაღლეზე, რაზე გველაპარაკება საერთოდ ქრისტიანობა, როცა ადამიანთან დაკავშირებით არის საუბარი. ასე რომ, შემდეგი თეზისი. სამყაროს გამოწვევები სწორედ ჩვენს ონტოლოგიასთან დაპირისპირების კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ესე იგი, სად უნდა ავიდე და ამ სამყაროს გამოწვევები ჩემს წინაშე, ჩემს მიმართ სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მე იქ უნდა ავიდე და ამ სამყაროს ჩემი გაშვება არსოს. ეხლა ეს რას ნიშნავს ჩემი გაშვება არსოს?
წმინდა წერილში ამდენიმე ადგილას ესეთი ფრაზაა გაჟღერებული, რომ თავადი ამ სოფლის, ანუ უფროსი ამ სოფლის არის ეშმაკი, სატანა. ეს რატო არის ეს ღმერთი რატო არ არის? ანუ რა თქმა უნდა ღმერთი განაგებს ყოველივეს, მაგრამ რამ განაეპირობა ის, რომ სამყაროს რაღაც მართვა გამგეობის რაღაცა გარკვეული სექტორი ხელში აქვს ჩაგდებული ეშმაკს, ისე რომ ის შემზეთ მერე მანიპულირებს და მოქმედებს. და რადგან ამ დაცემული ანგელოზის ეს სიძულვილი პრინციპული წინააღმდეგობა ღმერთისადმი ცნობილია, მაგრამ რადგან ღმერთს ვერაფერს ვერ უშვებს და ვერ ერევა, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისი ხატიდან მსგავსია და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ მის გულში, მის მისტიკურ სიღრმეში ღმერთმა გაიმარჯვოს და ღვთის გეგმა ამ ადამიანის მიმართ აღსრულდეს, ეშმაკისათვის ხდება სამიზნე და საბრძოლველი, რომ ამით მაინც ერთ ადამიანს რომ მოუგებს, მეორე ადამიანს რომ მოუგებს, ამით მაინც დაამარცხოს ღმერთი რომელიღაც ადამიანის გულში. ამიტომ როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს, ის პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დაცემულ ანგელოზებთან, ანუ ეშმაკთან. ამიტომაც ნათლობის წინ აღთქმას ოდებს ადამიანი ნათლობის წინ, იმ აღთქმის ერთ-ერთი შემადგენელი არის ის, რომ განვეშორები ეშმაკს და მის საქმებს და ეშმაკს აფურთხებს კიდევაც. ჯერ უნდა შეაფურთხოს ეშმაკს. მერე თქვას, რომ მე ქრისტეს მიმდევარი ვარ და ასე შემდეგ და მხოლოდ მერე მოინათლოს და ეს არ არის მეტაფორა, ეს რეალური ბრძოლის დასაწყისია ბოროტ სულთან და ვისაც ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილება აქვს, ის ცნობს ეშმაკს. როცა ცნობს დემონურ ენერგიას, როცა ჩვენ გულს უახლოვდება და ის ცნობს დემონური ძალებისგან მოწვდილ ინფორმაციას ჩვენში და ქრისტიანი თავის გამოცდილებით და მადლმოსილებით, გამოცდილი ქრისტიანი ეგრევე ცნობს, რომ ეს დემონური ენერგია მოვიდა, ეს დემონური სიტყვა მოვიდა და ის იმ წამს ჩანასახშივე ამარცხებს მათ და ამიტომ ის აღარ აძლევს საშუალებას გააგრძელოს ეშმაკმა თავისი ქმედება ამ ადამიანის საშუალებით, იმიტომ რომ ძირშივე მოკლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. ამიტომ დიახაც სამყაროს გამოწვევები ჩვენს ონტოლოგიასთან დაპირისპირების კონტექსტში უნდა იქნას განხილული, ამაში გულისხმობთ იმას, რომ ჩვენ როგორც კი ქრისტიანი ხვდებით, ეს გამოწვევები რაც ხდება, ჩვენ ადამიანის სანამ ეკლესიაში მოვა არ იცის რა ხდება. ქაოსია და როგორც კი შენ ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებ, იმ წამსვე უკვე ყველაფერი ცხადზე უცხადესი ხდება. ვინ გებრძვის, რატო გებრძვის? აი პავლე მოციქული ესე ამბობს, შენ რო გონია რომ ადამიანები გებრძვიან და შენ რო გონია რომ შენ მართალი ხარ და ყველა მტყუანია, ხო? და შენ რო გონია რომ უსამართლოდ გექცევიან ადამიანები და მე ადამიანების მიმართ უმტრობას იწყებს, სიძულვილს, შურის ძიება გინდა. პავლე მოციქული პირდაპირ გეუბნება, ჩვენი ბრძოლა თუ შენ ქრისტიანი ხარ, არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ დაცემული ანგელოზების წინააღმდეგ. ადამიანი უსამართლოდაც რომ მოგექცეს, ჯერ ერთი ვალდებულება გვაქვს ყველა სიყვარულისა, მათ შორის იმისი, ვინც უსამართლოდ გექცევა, ვინც მტრობს, ეს ცალკე თემაა. ეს არის ქრისტეს გარი თვისებებით აღიჭურვება ადამიანი, რომ მისი ეს არსობრივი მეტამორფოზა უნდა დაიწყოს, ეს არის სინანული და არსობრივი მეტამორფოზა თუ დაიწყო, ის თავის აპოგეას მიაღწევს იმით, რომ ქრისტეს თვალებით უყურებს ყველა ადამიანს. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, საწყისშივე ვიცით, რომ როცა ადამიანი მე უსამართლოდ მეკცევა, მართლა მეკცევა, ან თუ მეჩვენება, ამას პრინციპული მნიშვნელობა კი აღარ აქვს. მე თუ ვიცი, რომ ამ ადამიანის უკან ეშმაკი დგას, რომელიც ამ ადამიანის ინსტრუმენტად იყენებს, რომ მე შემავიჭროს და პრობლემები შემიქმნას, მე ამ ადამიანის მიმართ სიძულვილი აღარ მექნება. არამედ მე ვიწყებ ბრძოლას ეშმაკის წინააღმდეგ და ეშმაკს როგორ მოუგებ ომს. ის ხო ჩვენთან შედარებით ძალიან ძლიერია. ერთადერთი საშუალება, რითაც ადამიანი ეშმაკს ბრძოლას უგებს, ეს არის ქრისტე ჩვენში დამკვიდრებული. ეს არის ქრისტეს დარის სათნოებები, სიმშვიდე, სიმდაბლე, მოთმინება, დიდსულოვნება, უპირობო სიყვარული, მიმტევებლობა, გესმით? და რა თქმა უნდა ღმერთთან ინტენსიური კომუნიკაცია. ბრძოლა, სწავლა იმისა, თუ როგორ გამოვიცნოთ ეშმაკი თავის გულის ზრახვებით, გულის სიტყვებით, მისი ენერგიით. და როცა ადამიანი აი ამ ბრძოლას სწავლობს, მე ეშმაკი განიარაღებულია. და აღმოჩნდება, რომ შენს გარშემო ადამიანები საყვარლები არიან, ისინი ვინც შემცდარნი არიან. ყველაზე მეტად შეიძლება იმაზე დარდობდე და იმაზე ნერვიულობდე ადამიანი, რომ არასწორად იქცევა, არასწორად ცხოვრობს. გესმით? მე შენი თავის გამოცნობასაც იწყებ, რას ნიშნავს, რომ შენ როცა ღმერთისგან განშორებული ხარ, როგორ იქცევი, სად არის ის ზღვარი, როცა შენ
ღმერთისათვის სათნოთ იქცევი და სად არის ის ზღვარებსა ღმერთისათვის საწინააღმდეგოდ იქცევი. რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ღვთისათვის სათნოთ მოიქცე ყოველთვის. რა უნდა უყო შენ თავისუფლებას, შენ ნებელობას. გესმით? ეს ყველაფერი პრაქტიკული სულიერი ცხოვრების საკითხებია, რომლის გარეშეც, რომლის უგულებელს ყოფის გარეშეც ადამიანი ქრისტიანად ვერ ჩამოყალიბდება. კიდევ ერთ თეზისია, ეს უკვე მეცხრე, ამისთვის კარგად უნდა გაცნობიერდეს თუ რას წარმოადგენს ღვთისგანგებულება ადამიანის შესახებ, რასაც ახლა ვსაუბრობთ. მე უნდა ვიცოდე, მე რო ქრისტიანი ვარ და შემოვედი ეკლესიაში, მე უნდა ვიცოდე ღმერთს რა უნდა ჩემგან. ფათაშორის ეს პრაქტიკაში მამაო ჩვენო მაგალითად. იყავნება შენი. და ეს მსგავსი სულისკვეთება წმინდა წერილში სულ არის და აი წარმოიდგინე ადამიანი დღეში თქვა ორჯერ ამბობს იყავნება შენი მამაო ჩვენოში და გავიდა წლები და ღმერთი რომ გამოეცხადოს, შეიძლება იცით რა უთხრას. რომ მეუნები ამდენი წელია იყავნება შენი. ერთხელ დაინტერესებულიყავი, რა იყო ჩემი ნება. გესმით, პროცესი მექანიკური არ შეიძლება იყოს ღმერთთან ურთიერთობის. როცა მე ვამბობ ლოცვაში იყავნება შენი, ან როცა ვამბობ მოვედი სუფევა შენი, მე უნდა ვიცოდე რაზეა საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა გავაცნობიერო რა უნდა ღმერთ ჩემგან, რა არის ღვთის ნება და მეცხო ნება მაქვს, იმიტომ რომ მე თავისუფალი და გონიერი არსება ვარ. სად მოდის თანხმობაში ჩემი ნება და ღვთისნება და მოდის თუ არა თანხმობაში, თუ ეწინააღმდეგება და თუ ჩემი ნება, როგორც გონიერი და თავისუფალი არსებისა, რომელიც ღმერთის მსგავსი ვარ. და შესაბამისად, რადგან ღმერთის მსგავსი ვარ, ჩემი ბედნიერება ვერ იქნება ღმერთის ყოფიერების გარეშე, ანუ ვერ ვიქნები ბედნიერი ღმერთის გარეშე. თევზი ვერ იქნება ბედნიერი წყლის გარეშე, გესმით? ვერ ვიქნები ბედნიერი ღმერთის გარეშე, ჩემი არსების საფუძველთა საფუძველი ღმერთია და თუ მასაც თავისუფლება და ნებელობა აქვს და მეც თავისუფლება და ნებელობა. შეიძლება რომ მე ვიყო ბედნიერი, თუ ჩემი ნებელობა ღმერთის ნებელობას ეწინააღმდეგება? ესე იგი მე ხო უნდა ვიცოდე რა არის ღვთის ნება და ჩემი ნება დაუმორჩილო. აბა თავისუფლება და თავისუფლება სწორედ ეგ არის, რომ შენი თავისუფალი გადაწყვეტილებით მიხვდე ღმერთს რა უნდა და შენი ნებით დაემორჩილო. ეგ არის თავისუფლება, თორე ცხოველი ინსტინქტით მოქმედებს. და ადამიანს შეუძლია ღმერთს თანხმობა უთხრა, შეიძლება უარი უთხრას. თევს არ შეუძლია თქვა, ასო ისე წყალო, მე შენ არ მჭირდები და შენ გარეშე ვიცხოვრებ. მაგრამ ადამიანს შეუძლია უთხრას წყალო, მე შენს გარეშე მინდა ვიყო და შენ გარეშე ვიცხოვრებ, ოღონდ მოკვდება წყლის გარეშე. თუ ადამიანს თევზი იქნება და გონიერება იქნება თან და თავისუფლება. აი ეს არის. იმიტომ რომ ღმერთია სიცოცხლე. იცით, შეიძლება ასე ვთქვათ. ღმერთია სიცოცხლე, ღმერთია მარადისობა და სხვა სიცოცხლე თუ არა ღმერთი და სხვა მარადისობა თუ არა ღმერთი და სხვა ყოფიერება თუ არა ღმერთი არც კი არსებობს. ყოფიერება, სიცოცხლე, თავისუფლება, ბედნიერება, სიყვარული, სიკეთე, ყველაფერი ღმერთია. და თუ ღმერთი არ არის, ან თუ ღმერთზე ვთქვი უარი, ეს ყველაფერი ჩემთვის ანგულირდება და ქრება და ეს არის ჯოჯოხეთი ზუსტად. კიდევ რა უნდა გაცნობიერდეს? თუ რისი ვალდებულები ვარ ჩვენ, არა მარტო ის უნდა ვიცოდე ღვთის განგებულება ჩემს მიმართ როგორია. არამედ ისიც უნდა ვიცოდე მე რა ვალდებულება გამაჩნია ღმერთის წინაშე. ღვთის განგებულება როგორია? მე უნდა ვიცოდე რა უნდა ღმერთ ჩემგან და მე უნდა ვიცოდე მე რა ვალდებულებებით ვარ დატვირთული, რა ვალდებულების ქვეშ ვარ, როგორც თავისუფალი და მოაზროვნე ქმნილება. თავისუფალი და მოაზროვნე, მე ეს უნდა ვიცოდე. და თუ ეს არ ვიცი, მე ჩემი გასაკეთებელი რა არის? და გესმით, აი ადამიანი შემოდის ეკლესიაში, გაიგო რომ იქ სანთელი უნდა დაანთოს, იქ მოძღვართან მივიდეს და გუშინ რა დააშავა ის თქვას. მერე ზიარებაზე მოვიდეს და პირი გააღოს და მიიღოს სიწმინდე, გაუგია ქრისტეს სისხლი და ხორციაო ეს. და აი მის იქით არაფერს არ უღმავდება, არ კითხულობს, არ წმინდა წერილს, არ წმინდა მამებს. ადამიანი, რომელიც წმინდა წერილს და წმინდა მამებს არ კითხულობს, ესეთი ადამიანი უარს ამბობს 2000 წლოვან ეკლესიის გამოცდილებაზე, სწავლებაზე, ეკლესიის სიახში იმყოფება, მაგრამ ის არ არის მექანიკური არსება, არც ბავშვი არ არის, ის არის გონიერი და თავისუფალი არსება, რომელიც მადლმოსილ სიახში კი იმყოფება, მაგრამ არაცნობიერებს, არც აინტერესებს უზარმაზარი 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიაში არსებული, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებას გულისხმობ, ახლა ამ შემთხვევაში ეს არ აინტერესებს, არ უღრმავდება ამას და შედეგად ვიღებთ რას? უჩნდება დეფიციტი და ამ დეფიციტს ავსებს საკუთარი გამოგონილი სუროგატით, ქრისტიანობის სუროგატით, ანუ იგონებს თავის ქრისტიანობას. კიდევ ვიმეორებ, ადამიანი, რომელიც არ კითხულობს და არ ეძებს, არ ცდილობს გაიგოს, რა გამოცდილება დააგროვა ეკლესიამ 2000 წლის განმავლობაში და რა
ცოდნა მოცემული გამოცხადების სახით, ასეთი ადამიანი იგონებს თავის ქრისტიანობას და ეკლესიის სიახში მყოფი არ ვითარდება, არანაირად, როგორც იყო ისევ ისეთად რჩება. შემდეგ თეზისი ესეთია, რომ ეს მე-11 უკვე ამისთვის უნდა გამოვიკვლიოთ გამოცხადებით მოცემული ღვთისნება და ჩვენ როგორც მის მსგავსა არსებებმა ვეცადოთ მისი რეალიზება ჩვენში. რასაც ახლა გესაუბრებოდით, ის არის, ესე იგი არა მარტო გამოვიკვლიო, არამედ მოვახდინო მისი რეალიზება. ანუ აი თქვა მაგალითად ლოცვაში როცა ვამბობ, რომ მოვედინ სუფევა შენი მამაოჩვენოში როცა ვამბობ, მე უნდა ვიცოდეს რას ნიშნავს, ანუ ეს ნიშნავს სამეფო, ანუ ღვთის სასუფეველი მოვიდეს ჩემში და უნდა ვცდილობდე ისე ვიცხოვრო, რომ მე ღვთის სასუფეველის ღირსეული მოქალაქე გავხდე და უნდა ვიცოდე ეს რას ნიშნავს. ყველაფერი უნდა ვიცოდე, მაგრამ ეს ცოდნა თეორიული ცოდნა კი არ არის. ეს ცოდნა საიდუმლო ცოდნაა, რომელიც იმის შესაბამისად მეძლევა რა პატიოსნებით, რა უანგარობით და გონიერებით და თავისუფლებით ვცდილობ და მორჩილებით, ღვთის მორჩილებით ვცდილობ, ესე იგი, ამ საიდუმლოებაში შეღწევას. მე-12 თეზისი ეს არის ღვთისნება, რომ მისი შვილები. აი რა არის ღვთისნება? ძალიან მოკლედ ჩამოწერეთ ყობა აქ. რა არის ღვთისნება? რომ ვიყოთ მისი შვილები. ეს წმინდა წერილის მიხედვით. რა უნდა ღმერთს? ვიყო ღმერთის შვილი, მადლით ღმერთნი და მასავით სრულყოფილნი. ღმერთივით სრულყოფილი, იყავით სრულყოფილი, ვითარცა თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი. რომ გარდავიცვლებით, ვიხილავთ მას, როგორც ის არის, როგორც იოანე მოციქული ამბობს. გესმით? ისეთ სიმაღლეზე აყავს ქრისტიანობას ადამიანი, რომ გონებით ამას ვერ უწოდებით. პავლე მოციქული ამბობს, რომ ისეთი სიხარული განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეს, რომელიც თვალს უხილავს, არც ყურსმენი, არც გულს არ შეხებია. ჩვენი გამოცდილების მიღმა, მაგრამ ჩვენი რწმენიდან გამომდინარე გვწამს რა ღმერთის, როგორც ცოცხალი არსების და გვჯერა რა მისი ეს წმენა მოგვეცა ჩვენ ქრისტიანებს. ჩვენ ამ რწმენიდან გამომდინარე უკვე ვიცით, რომ ღვთისნება არის, რომ ვიყავით მისი შვილები, მადლით ღმერთნი და მასავით სრულყოფილი და შესაბამისად მისებრ ღმერთისაებრ სრულ სიკეთეში და გონება მიუწვდომელ სიხარულში მარადიულად ვიყოთ დამკვიდრებული. მისებრ სრულ სიკეთეში და გონება მიუწვდომელ სიხარულში ვიყოთ მარადიულად დამკვიდრებული. პავლე მოციქული ამბობს კიდევაც, რომ მარადის უნდა გვიხაროდეს. როგორ შეიძლება ქრისტიანს არ უხაროდეს? ქრისტეს თანამემკვიდრენი უნდა ვიყოთ, რაც წეგანას გითხარით, ესაც ღვთისნება და მადლით ღმერთნი გავხდეთ. ეხლა ეს შეიძლება ადამიანმა გაიგოს, რას ნიშნავს, არ შეიძლება. ჩვენ გვწამს ამის. გესმით, გვწამს. მაგრამ ვიცით მაგალითები წმინდა მამებიდან, მათი ცხოვრებიდან, თანამედროვე მე-20-21 საუკუნის წმინდანებიდან, რომელთა ფოტოსურათები არსებობს, რომელთა ვიდეო კადრები არსებობს, როგორები არიან, რა თვალებით იყურებიან, როგორი სიტყვა აქვთ. და რა თქმა უნდა ეს გაცოცხლებული სახარებები არიან და ჩვენთვის мотиваციანი არიან. ნუ აი შეიძლება აი კონკრეტული ადამიანი, აგერ მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა 21-ში და ის გახდა ესეთი, რომ შეხედავ ამ ადამიანს, რომ შეხედავ, ვიტყვი, რომ იცი რა, მე არ ვიცი ღმერთი არსებობს თუ არა, მაგრამ ღმერთი რომ ადამიანად მოსულიყო, ესეთი იქნებოდა. ესეთი იქნებოდა, შეხედეთ, ეს ანგელოზია, როგორია. ადამიანი შეიძლება დაინახოს ესეთი ადამიანი და გული აუჩვილდეს, იმიტომ რომ რატო მასში ღვთის მადლია. ამიტომ ყველაზე დიდი მისიონერობა არის ის ყველაზე დიდი მისიონერული მუხტი არის იქ, სადაც არის ადამიანი, რომელიც თავის თავში ღმერთს ატარებს და ქრისტეს ემსგავსება. და ბოლო თეზისი. ეს ყოველივე უმძლავრეს мотиваციას, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ, და შემართებას გვაძლევს, უმძლავრეს мотиваციას და შემართებას გვაძლევს, რომ ყოველივე იმას დაუპირისპირდეთ, რაც ამ ცხოვრებაში ყოველივე ამის წინააღმდეგია. და ამიტომ, აი, როგორ გავუმკლავდე გამოწვევებს, რომელსაც მე ცხოვრება მაწვდის, აი, ჩემთვის мотиваცია აი ამ ბრძოლისა და შესაბამისად გამკლავებისა არის ის, რასაც მე ღმერთი მთავაზობს, გესმით, ღმერთი საკუთარ მამობას მთავაზობს, მარადილ სიცოცხლეს, თავის სიცოცხლეს მაძლევს მე, სრულად, მთელი სისავსი. ჩემი ცოდვები გამართლებული ვარ,
ნაპატიები კი არა მაქვს. პავლე მოციქულს აქვს საოცარი ესეთი ხანდახან იურიდიული ტერმინებით საოცარ სიმაღლეზე ავყავართ. ერთია როცა ადამიანს გაპატიებენ და აი სასამართლოა ადამიანმა დააშავა და მოსამართლე ამბობს რომ რადგან ეს პირველი შემთხვევაა მის ცხოვრებაში ახალგაზრდაა მოდი ვაპატიოთ. პირობითი სასჯელი მივიცოთ და გავუშვათ. არ დავიჭიროთ. უბრალოდ ვაპატიოთ და პირობითი სასჯელი და ნუ პირველი. და არის სხვა შემთხვევა როცა მოსამართლე იტყვის კი არ ვაპატიოთ. არამედ გავამართლოთ, ანუ არ არის დამნაშავე. და აი პავლე მოციქული ამბობს, არა მარტო გვაპატია ღმერთმა, არამედ გაგვამართლა. და რანაირად, როცა მე ქვეყნის დანაშაული მაქვს ცხოვრებაში ჩადენილი, იმით რომ ჩემს მაგივრად ქრისტე მოკვდა ჯვარზე. ამიტომ როცა ჩვენ ჯვარცმას უყურებთ, გვახსოვდეს, რომ ქრისტეს ადამიანად მოსული ღმერთის ტკივილებით შენ არათუ გეპატია, არამედ გამართლდი, გესმი? დამნაშავე აღარ ხარ ღმერთის წინაშე. თუ რა თქმა უნდა შენ ამ გამოწოდებულ ხელს მიიღე. და როცა ეს პოზიცია გააქვს, როცა იცი რომ მარადიული სიხარული გელოდება, და როცა ეს ცოდნად ინტელექტუალური კი არ არის, არამედ გულისმიერი გამოცდილებითი შეგრძნებით, ყველა ადამიანი გრძნობს ღმერთს, რომელიც მასში იმყოფება. ღმერთის შეგრძნება გაძლევს ცოცხალ იმედს, სიხარულს, ბედნიერების შუმ, შვიდ, ფაქის განცდას, რომელსაც ვერც კი გამოთქვა. გესმით? როცა ეს ყველაფერი გააქვს და მერე შენს გარშემო აზვირთებული ოკეანე როა ამასოფლის სულისა, რომელიც ცდილობს რომ გაბოროტდე, რომელიც ცდილობს რომ სამართლიანი გახდე. როგორ ესე იგი ვერ გავიგე? ესე მომექცა და მე ესე დავტოვო უპასუხოდ? როცა შენ ქრისტე მოგცა უფლება და ძალაუფლება, ყველაზე საშინელ დამნაშავესაც კი აპატიო. და არ გეშინოდეს იმისი რომ ბოროტება გამრავლდება, ამას თუ ვაპატიე, ბოროტება გამრავლდება, არ გამრავლდება. ბოროტება მრავლდება იმით რომ შენ იმას სამაგიეროს გადავხდი და ერთი ბოროტის მაგერად ორი ბოროტება გაჩნდება. შენ გაქვს უფლება აპატიო, როგორც ქრისტემ გააკეთა ეს. როცა შენ ეს ყველაფერი იცი, ეს ყველაფერი ძალას გაძლევს, უმძლავრესი мотиваცია გაქვს რომ დაუპირისპირდი ამასოფლის სულს და ამით შენს ეგოიზმსაც, რომელიც თანამშრომლობს ამასოფლის სულთან და პატივი მიაგო იმ დიდებულებას, რომელიც ღმერთმა შენში ჩადო, შენს გონიერებას და შენ თავისუფლებას, შენს ღვთის ხატებასა და მსგავსებას, გახსოვდეს, რომ შენთვის ქრისტე მოკვდა და არ უგულებელყო ეს უძარმაზარი მსხვერპლი, რომელიც ღმერთმა შენთვის გაიღო. ეს ისეთი და პლუს ეს ყველაფერი მტკიცდება იმ მადლით, რომელიც ეკლესიაში უხვად გეძლება. ეს ყველაფერი ისეთი ძლიერი мотиваციაა და ისეთი ძლიერი ინსტრუმენტია, რომ ნებისმიერ ამასოფლის გამოწვევებს გაუმკლავდები ისე, რომ შენ ქრისტეს დაემსგავსები და არა ამასოფლის სულით გაჟღენთილ და გაბრძობილ ადამიანს. და ამით გადარჩები შენ და შენი მაგალითით უამრავი ადამიანი გადარჩება კიდება უფალს ამისათვის ამა. ძვირფასო მამაო, ძვირფასო მეგობრებო. რომელი ამერჩია სიტყვა, რომ იქიდან გამოვსულიყავი, რომ იქიდან ესე იგი მივბრუნებოდი იმას, რაზედაც მამაო მისაუბრა, სიმართლე გითხრათ, ბევრი შვენიერი შინაარსობრივად და სიღრმისეულად სიტყვა გაჟღერდა. შეგიძლიათ ეს კითხვებს აქ რო ამოვწურავთ, ისედაც დაისვას ეს კითხვები ხმამაღლა. და ეს ყველაზე უფრო საინტერესო ნაწილი არის ხოლმე ზოგჯერ ჩვენი მსმენელებისათვის, მაგრამ იცოდეთ, ეს ამ ნაწილს განსაზღვრავს ის, რაზედაც საუბარი იყო. ეს მართლაც ერთი ასეთი კითხვა პირველი, უფალმა მოგცა თავისუფალი ნება და არჩევანი. ამასთანავე უფალმა იცის ადამიანის ბედის გზა, ალბათ ასე არის. დედის მუცელში ჩასახვის თანავე. ეს ერთი კითხვა არის, ასეთი კითხვა, რა სიტყვით ამის შესახებ? როდესაც საუბრობენ ადამიანის თავისუფლებაზე და უფლის, მოდი ასე ვთქვათ, იმპერატიულ ნებაზე, იმიტომ რომ ღმერთია ერთადერთი თავისუფლება საერთოდ ღმერთისთვისება, ადამიანს ქმნილებას ის არ შეიძლება ჰქონდეს. ადამიანს იმდენად აქვს თავისუფლება, ეს ღირებულება თავის თავში, რამდენადაც ის ღმერთმა ინება ასე და როგორც თავის ხატსა და მსგავს,
მისცა ეს უნარი, ოღონდ პოტენციაში აქ ადამიანს ეს უნარი, რომელიც უნდა განვითარდეს და აქ არის ლოგიკურად გაუაზრებელი ანტინომი რა არის? წყვილი, რომლებსაც ლოგიკურად ვერ შეუთავსებ ერთმანეთს. და რა წყვილია ეს? ღმერთი არის აბსოლუტური თავისუფლება, აბსოლუტური ნებით. და ამ დროს ადამიანი, სამყაროში შექმნა ადამიანი, რომელსაც მისცა თავისუფლება. ქრისტიანობა გეუბნება, რომ ადამიანური თავისუფლება არ არის დეტერმინირებული ღვთაებრივი თავისუფლებით და ნებით. ეს ლოგიკურად გაუგებარია. გარდა ამისა, ადამიანი დროში არსებობს და ღმერთი კიდე მარადისობაში. დრო და მარადისობა ერთმანეთთან ასევე ლოგიკურად შეუთავსებელია. აი, სხვადასხვა რამე, სხვადასხვა ყოფიერების სხვადასხვა ფორმა. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი მარადიულია და მაშინ დრო არ არის, ეს ნიშნავს, რომ ღმერთისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ერთი წერტილია. არაფერი განსხვავება მათ შორის არ არის. არადა ადამიანი სწორედ ამ დროის დინარებაში არსებობს. ამიტომ შენ დღეს რო ხარ და დედის მუცელში რო იყავი და გარდაცვალებას რომ მიუახლოვდები და იმის იქით კიდე ბარადისობაში თუ გაცხონა ღმერთმა, ღმერთისათვის ეს ერთი მთლიანობაა. მისი მარადიული ხედვა, რო ის მთლიანად აღიქვავს შენ, ეს შენ თავისუფალი ნების მოძრაობას არ ზღუდავს დროის კონტექსტში. აი ეს არის. ამაზე იქით ვერაფერს ვერ გეტყვით. ლოგიკურად ეს აუხსნელი მოვლენაა. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ შენ შეგიძლია შენი გადაწყვეტილებით ან თქვა ღმერთზე თანხმობა ან უარი, ეს შენინება, მაგრამ ღმერთი მთლიანობაში ხედავს ის როგორიც ხარ შემთლიანად მარადიულ კონტექსტში. გეხმარება შესაბამისად, რომ ესე იგი გეხმარება არა შენი თავისუფლების შეზღუდვით, არამედ ისე შენ ცხოვრებაში ისეთი რაღაცები დაგახვედროს, რომელიც დაეხმარება შენს არჩევანს, რომ დაждე მარჯვენით ქრისტესი. როგორც უფალი ამბობს აპოკალიფსში. მაგრამ მხოლოდ გეხმარება და შენი თავისუფლება უნდა მოახმარო იმას, რომ ეს დაინახო, ღმერთის ეს დახმარება დაინახო და მას დაემორჩი. აი ეს არის და იმის იქით თქვათ, აი როგორ არის რომ თქვათ ღმერთი, ხო, წინასწარ განსაზღვრულობა შენი მარადიული ხვედრისა არ არსებობს მისი კეთილი ნება, რომ ღმერთს უნდა რომ ასე იყოს. რო შენ მარადისობაში მასთან იყო. ეს არის მისი კეთილინება და ყველაფერს აკეთებს ამისათვის, ისე რომ შენ თავისუფლებას არ შეეხოს. დანარჩენი ლოგიკურად ის შეუთავსებლობა ამ პრობლემას ლოგიკა ვერ გადაჭრის. ადამიანი ხანდახან ამბობს, რომ ესე იგი რაღა თავისუფლება გამოდის, თუ ის უნდა გავაკეთო, რაც მას სურს. ადამიანმა შეიძლება არ გააკეთოს, რაც ღმერთს სურს და სწორედ თავისუფლებაა ის ძალა, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ თუ ღვთის ნებას არ ავირჩევ მე ჩემი თავისუფალი არჩევანით, მაშინ ამ თავისუფლებას რა ვუყო? აი მაგალითად, ასეთ მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ ავიღოთ ძაღლი და დავუდოთ პური და ხორცი. ძაღლი რომელს აირჩევს? აირჩევს ხორცს, ნორმალური ძაღლი. ფუტკარი, რომელიც ორი ყვავილია, შხამიანი ყვავილი და კარგი ყვავილი, რომელს აირჩევს? კარგ ყვავილს აირჩევს, ხო სწორია? ფუტკარი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ფორმის უჯრედი გააკეთოს და მაინდამაინც 6 კუთხეთს აკეთებს, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ყველაზე მტევადობის ის არის. მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ამ ფუტკარი, ან ძაღლია, რაღაცა ეს თავისუფლება აქვთ. ესენი ინსტინქტით მოქმედებენ. და ადამიანი, აი ლუარსაბ თათქარიძე, რომელიც ბოზბაში აირჩევს ჩიხით მას, ხო? როცა ადამიანი თავისუფლებას, მოდი ესე ვთქვა, ღვთისაგან მონიჭებულ ამ ღვთაებრივ უნარს ხარჯავს იმაში, რასაც თავისუფლება არ სჭირდება. შენ რო აირჩიო, რომელი უფრო გემრიელია, გესმით, რომელი უფრო გაწყობს და ასე შემდეგ, ამას თავისუფლება არ სჭირდება, ამას ცხოველიც აკეთებს. და ადამიანები ხშირად ამ საოცარ ღვთაებრივ თვისებას, რომელსაც შეუძლია ღმერთზე გათქმენოს, კი უფალო, შენთან მინდა. აი ამ საოცარ უნარს ხარჯავს ყოფით საკითხებში და კიდევ უარესი საკუთარი პირუტყული ვნებების დაკმაყოფილებაში და გონია ეს თავისუფლება. ეს თავისუფლება კი არა, ეს არის თვითნებობა. ნება ადამიანური ბუნების თვისება და ჩვენ თავისუფლებას ვამყოფებთ ნებელობის სამსახურში, რომელიც არის დაცემული, ღმერთს დაცილებული და აი რომ დაფიქრეთ ეს ადამიანი ხორცს მიაქციოს ყურადღება, ხორცს. გულის რახვები იქნება ეს თუ ხორცის მოთხოვნებები. და შენი თავისუფლება მოახმარო ამ ხორციელი მიდრეკილებების და ეგოისტური მიდრეკილებების აღსრულებას.
ეს ხო საშინელება გამოდის. ეს ფაქტიურად არის უკეთური ნებისადმი მორჩილება. და ამიტომაც ხდება, რომ სამწუხაროდ, რომ ადამიანი თავისუფალი ღმერთისაგან მონიჭებული ეს საოცარი თვისება და იმაში კი არ იყენებს, რომ ღვთისნება გაიგოს, ცხოველი ღვთისნებას ვერ გაიგებს, ინსტინქტით ღვთისნებას ვერ გაიგებს, იმას თავისუფლება ჭირდება, რომ მისი თავისუფალი გადაწყვეტილება შენს მიმართ გამოიცრო და გაიგო. ამაში კი არ იყენებს. იყენებს იმაში, რომ რაც მეტად ისი ამოვნებს და ემსგავსება უარსაბ თათქარიძეს. გესმით? აი ეს არის ადამიანური ტრაგედია, როცა თავისუფლებას არასწორად იყენებს. როგორ გრძნობ, როცა ეშმაკი გებრძვის, აი ესეთი კითხვა. წეღანაც თქვი მე, ეშმაკის ბრძოლა შეიძლება იყოს აშკარად გამოაშკარავებული, რა თქმა უნდა, ის იშვიათი შემთხვევებში არის ესე. როდესაც ეშმაკი თვით მატერიალიზდება კიდევაც, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება და ძირითადად ეშმაკი იბრძვის გულის სიტყვების დონეზე და თავისი ენერგიის დონეზე და წმინდა მამა, ვინ არის წმინდა მამა? აი წმინდანები ვინ იყვნენ? მოღვაწე მამები, ასკეტი მამები. ესენი იყვნენ ოსტატები გულის სიტყვების გამოცნობისა და მასთან ბრძოლის. და რამდენადაც ადამიანი სულიერ ცხოვრებაში წარმატებულია, იმდენად მას აქვს უნარი გულის სიტყვების გამოცნობის. აი ადამიანი როგორ გულის სიტყვა არ არის აზრი, ესეც მინდა რომ წინსრებით ვთქვა. აზრი არის რაც გონებაში მოდის. ძალიან ხშირად ისიც აია ქაოტური აზრები, შფოთის მომგვრელი აზრები, უცნაური აზრები და ასე შემდეგ და უადგილო დროს გაჩენილი აზრები, გესმით? ხო, აი მაგრამ როცა ადამიანი მათემატიკურ ამოცანას ხსნის, აი ვთქვათ მოწაფეა, სტუდენტია, ან მათემატიკოსი რაღაც ამოცანა აქვს და ჩაძირულია ამაში და უნდა გამოიყენოს. იმ გამოცნობის პერიოდში, მათემატიკური ამოცანის ამოხსნის პერიოდში მას არანაირი განსხვავებული აზრები არ მოსწონს. მთელი კონცენტრირებულია მისი გონება, რომ ეს მაგალითი ამოხსნას. მაგრამ იგივე მათემატიკოსი ლოცვაზე რო დადგება და ლოცვის სიტყვებში კონცენტრირებას რო ცდილობს, იმ წამსვე წამოვა 1000 ქაოტური აზრები, რომელზეც შეიძლება არც კი უფიქრია. ან შეიძლება იმ პრობლემების გადაწყვეტის აზრები მოუვიდეს, რაც ზოგადად აქვს, მაგრამ მანამდე არ უფიქრია. ანუ ასე დროს ეს აზრები, რა თქმა უნდა, ბოროტის ბრძოლაა. მაგრამ გულის სიტყვა სხვა რამეა. გულის სიტყვა ეს არის ემოციასთან ნაზიარები აზრი, რომელიც განიცდება არა ტვინში, არამედ გულში. და ადამიანი როგორ მოქმედებს? ადამიანი მოქმედებს ესე. აი თქვათ მაგალითად, სადღაც მივდივართ, მანქანაში ვზივარ და უცებ თანამშრომლები ვარ და იგავური სახე შევქვნათ რა. მივდივართ სადღაც და უცებ კიდე ერთი თანამშრომელი დაგვემგზარა. აი მეც ადგილი გაქვთ, მეც მომდივარ და კარები გაიღო, ამ კაც არაფერი დაუშევებია ჩემთვის. გადაყვეთა არ გქონია, შორიდან ვიცი რა, ვინცა. და უცებ გულში მოვიდაზე, ამას რაღა უნდა, ვინ არის ესა რაღაც. რაღაც არ მესიმპათიურება რა. არაფერი არ დაუშევებია. და გული თავისთავად გამოხატავს ანტისიმპათიას, შეიძლება რაღაცა ზიზღსაც, ეხლა ეს მინდოდა აქ რა. აი ეს გულის სიტყვა. თუ ამას მიუშვებ, ეს რას იზავს? იცი რომ მე ცინიზმით რაღაც სიტყვებს ჩავთავ, რაღაცა დასცინებ, განიკითხავ, მე მოკლედ რაღაც ესე. ძლივს ანუ იმ წამსვე იწყება შენი გაბოროტება. და უნდა მიხვდე რომ ეს გულის სიტყვა დემონურია რატომ? იმიტომ რომ სახარების წინააღმდეგი. აი ეს არის. ამიტომ თქვენ თუ გინდათ რომ ესე იგი გულის სიტყვები გამოიცნოთ, თქვენ უნდა იცნობდეთ გამოცხადებას, ღვთისნებას, რომელიც გამოცხადებაში არის განსხვავებული და რაც მეტად უღრმავდებით, რაც მეტად გულის სიგნად გაიხდით წმინდა წერილს და წმინდა მამათა თხზულებებს, თქვენს გულში გაჩენილ ემოციასთან თანაშეზრდილ აზრებს იმ წამსვე გამოიცნობთ, რომ ის სახარების საწინააღმდეგოა და როგორც კი იგრძნობ, რომ სახარების საწინააღმდეგო აზრი ემოციასთან შეერთებული ან აზრის გარეშე ენერგია სახარების საწინააღმდეგო თქვენს გულში ჩდება, იმ წამსვე უნდა დაუპირისპირდე ლოცვით უფალო იესო ქრისტე შემიწყალებ. ოღონდ ამას ჭირდება გამოცდილება და ამას ჭირდება სულიერი ცხოვრებაში თანმიმდევრულობა. თორე თუ ამას ვერ გამოიცნობ, როგორც წესი გულის სიტყვა მერე მატერიალიზდება სიტყვაში ან საქმეში, ან ორივეში ერთდროულად. და მე ადამიანი უცებ უადგილას იქ რაღაცას ეტყვი, რაღაცას გულს ატკე, იქ ესე იგი ემოციას გამოხატავ, იქ სადაც არ უნდა გამოგეხატა, ან რაღაც გადაწყვეტილებას იღებ და საქმის კეთებას დაიწყებ, რაც არ უნდა გაგეკეთებინა. და ჩაუღმავდები, რატო გააკეთე ეს? რატო უთხარი ასე? რატო გამოხატე ეს ემოცია? იმიტომ რომ ეს შიგნით მომწიფდა და მომწიფდა როგორც შენი საკუთარი
სიმართლე და ობიექტურად არსებული სინამდვილე, მაგრამ ტყუილი იყო ეს ყველაფერი. მას საცდური იყო ეს ყველაფერი. ორი შეკითხვა არის, რომელსაც გავაერთიანებდი. ერთი ეხება, როცა ამბობენ, რომ პატარა 40 დღეს უნდა მოინათლოს, რამდენად მართალია, მან არ იცის არც მრწამსი, არც მამა ღმერთი, სული წმინდა ღმერთი, ძე ღმერთი და ეს გავს გუშინდელ შეკითხვას იქ ჩვენთან და როგორ ვებრძოლოთ შის, მოვნათლოთ, მოვავლინოთ ახალი სიცოცხლე ბავშვი ამ სამყაროში, სადაც ამდენი სიბოროტი. ბოლო კითხვაზე პასუხი მესმის აბსოლუტურად ღმერთისადმი მინდობაში ვლინდება აქ სისუსტე, ანუ რწმენაში, იმიტომ რომ რწმენა ღმერთისადმი მინდობაა და როცა ადამიანი ქორწინდება და მას შვილი ეძლევა, ღმერთისგან ეძლევა და ღვთისმეტით უნდა იყოს და ჩვენ საბოლოო ჯამში ჩვენ შვილებს ვაჩენთ არა აქაური ფუფუნებისთვის, არამედ მარადიული ბედნიერებისათვის, ესეა. ამიტომ დიახაც მოტივირებული შვილების გაჩენით ვართ როგორ რომ ჩვენ მარადისობისათვის ჩდებიან შვილები. ადამიანი ჩდება მარადისობისათვის, ამიტომ ბავშვი რო ჩდება პირველ რიგში რაც უნდა ვიზრუნოთ ის არის რომ მას სარწმუნოებრივი ცხოვრების მაგალითი მივცეთ საკუთარი თავიდან გამომდინარე, რომ მე რო გაიზრდება, გაუიოლდეს, გააკეთოს არჩევანი ქრისტეს სასარგებლოდ. და ზუსტად ეს 40 დღის მონათვლის საკითხიც ეგ არის, რომ ჩვენ არა მარტო მაგალითს ვაძლევთ სულიერი ცხოვრებისა ბავშვს, არამედ მადლსაც ვაძლევთ ნათლობის ჯამს. რომ გაუიოლდეს არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ მონათლა მის არჩევანის თავისუფლებაში კი არ ერევა. საერთოდ ღმერთის მადლი ჩვენს არჩევანში არ ერევა. საერთოდ არ ერევა. რომ გამოგიცხადოს ღმერთმა 100%-იანად, ხო, რომ აი უამრავი ჭეშმარიტება შენ ქრისტე რო ღმერთია, რომ სასუფეველი როგორია, რომ ყველაფერი რო გამოგიცხადოს, ის შენ თავისუფლებას არ ეხება. ამის მერე ამ გამოცხადების მერე შენ რჩები თავისუფალი და ან გადადგავ ამ მიმართულებით ნაბიჯს ან არ გადადგავ. ამიტომ მადლი არის დამხმარე ამ შემთხვევაში, რომ ადამიანი განაწყოს უფრო მეტად, რომ ინტუიციურად მისი ხედვა ღვთისადმი სწორი იყოს, ამავე დროს მივცეთ უნდა მაგალითი ოჯახში, რომ ესე იგი ქრისტიანობა რა კარგია და რა ბედნიერება და რა სიხარულია, მშობლება უნდა მისცენ ამის მაგალითი, ანუ სიხარულში და ბედნიერებაში აღზარდონ შვილები და ღირებულებებით აღზარდონ და არა სიტყვით, არამედ მაგალითით და უკვე პასუხით სახეზეა. ბავშვს ნათლავთ იმიტომ, რომ ეს არის ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა და ჩვენ ეკლესიას, როგორც ქრისტეს მისტიკურ სხეულს, რომელიც არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტების, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ მას ვენდობით, რადგან ეკლესიამ გადაწყვიტა ჩვენ ვენდობით, ოღონდ არის აუცილებელი პირობა, რომელსაც ხშირად ჩვენ არ ვასრულებთ, რა მართალია, მშობლები უნდა იყვნენ მორწმუნენი, რომ მადლმოსილებას, რომელიც ბავშვი მკვიდრდება, თანაშეეზარდოს ცხოვრების წესი ქრისტიანული, რომელსაც მშობლები აჩვენებენ ამ ბავშვს. და თუ მშობლები ამ ბავშვს არ აჩვენებენ ცხოვრების წესს, ეს ძალიან ცუდია და აი რა ვიცი, რა გითხრათ, ანუ ბავშვი ინათლება მშობლების პასუხისგებლობით. ბიბლია ღმერთის სიტყვა და ის ბევრჯერ გადაიწერა. თქვენ ხო რა მოიკითხავთ? მასზე რა სიტყვით? ხო, აი ალბათ შეიძლება ასეა? კი. ესე იგი არის ხოლმე ესეთი აზრი, რომ ბიბლია რადგან მათ შორის ახალი აღთქმაც ბევრჯერ გადაიწერა, ამიტომ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ის არის, რაც დაიწერა. ორი რამ არსებობს, რითაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აი მაგალითად ახალი აღთქმაზე რო ვისაუბროთ, ეხლა უფრო მეტად, იმიტომ რომ ძველი აღთქმა ეს არის წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის შესახებ. და მე მინდა გითხრათო, თუ თქვენ ისტორია იცით, როგორ იწერებოდა ბიბლია, როგორ ხდებოდა გადაწერა, ბიბლიის გადაწერა როგორ ხდებოდა, გაუგრძდებით და აღთოვანდებით იმ პრევენციული ზომებით, რომ შეცდომა არ დაშვებულიყო. ამიტომ არანაირი ეჭვი, სულთა მეცნიერული მიდგომით თუ ძველ აღთქმას, ინტერნეტში ყველაფერი ინფორმაცია დღეს არის, როგორ ხდებოდა ძველი აღთქმის წიგნების გადაწერა. პრევენციული ზომები იყო ისეთი, რომელიც თანამედროვე ტიპოგრაფიასაც არ აქვს. ამიტომ ეს ერთი, მერე არის ყუმრანის გათხრები, რომელიც როცა ჩვენ მეცნიერებმა იპოვეს ის ხელნაწერები, რომელიც ძალიან ძველია და რომელიც თანამედროვე გამოცემებთან თანხვედრაშია პირდაპირ და ნუ ეს საოცარი აღმოჩენა იყო. ეგ ერთი, რაც შეეხება ახალი აღთქმის ტექსტებს. ახალი აღთქმის ტექსტები ძველ წიგნებს შორის, აი ხო არის ძველი წიგნები, თქვა, აი პლატონის თხუზულებები მაგალითად და არისტოტელე და რა ვიცი, ხო
ძველი ისტორიკოსები ჰეროდოტე და რა ვიცი, 1000 რაღაც არსებობს, ხო? ძველ წიგნებს შორის მეცნიერული თვალსაზრისია შეგიძლია ნახოთ ინტერნეტში. მე ამის სპეციალისტი არ ვარ ბიბლიისტიკი, მაგრამ ეს არის პოპულარულ დონეზეც კი უკვე გავრცელებული ცოდნა. ძველ წიგნებს შორის ყველაზე ავთენტური ნიშნავს ორიგინალთან მიახლოებული. ძველ წიგნებს შორის ყველაზე ავთენტურად ითვლება ახალი აღთქმის წიგნები. მასზე უფრო სანდო მეცნიერული თვალსაზრისით არც პლატონის, არც არისტოტელეს და არავის თხზულებები არ არის. ეს არის ყველაზე სანდო. ამას თავის კრიტერიუმები აქვს შეფასების კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმებში რომელსაც ახლა დროს წაიღებს, თქვენ შეგიძლია მოიძიოთ ამ კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე სანდო ტექსტები ძველ წიგნებს შორის არის ახალი აღთქმის წიგნები. ეგ ერთი. ეხლა შევხედოთ სარწმუნოებრივი თვალით. რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი? რადგან, ნახე ეს აქსიომაა ეს. ახლა ეს წეღან რას თქვი, ეს არის მეცნიერული მიდგომა. ეხლა სარწმუნოებრივი მიდგომა. რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი და საიდან იცი რომ ამავე იესო ქრისტე ღმერთია? გამოცხადებით ვიცი. თუ რომელიმე თქვენგანმა იცის რომ იესო ქრისტე არის გალაქტიკების შემოქმედი, ადამიანთა მოსული, თქვენ გონებით კი არ მიხვდით ამას. არამედ თქვენ გამოცხადებით იცით ეს. თქვენმა გულმა და თქვენ გულში დადასტურდა ეს ერთხელ. და აქედან გამომდინარე იცით, რადგან იესო ქრისტე ეს აქსიომა, რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი, ამიტომ მე როგორც 21 საუკუნის ადამიანს აუცილებლად უნდა მცოდნოდა მისი ნება განცხადებული ადამიანური ბაგეებით ისევე, როგორც ეს მოციქულებმა იცოდნენ. და თუ მე ისი არ გავიგე, როგორც მოციქულებმა გაიგეს, მაშინ ან ღმერთი უსამართლოა და მე დამტოვა თავის სიტყვის გარეშე, ან იესო ქრისტე ღმერთი არ არის, რაც გამორიცხულია, იმიტომ რომ იესო ქრისტე ღმერთია, ეს მე ვიცი. ამიტომ რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი, მან დატოვა რა სიტყვა ღვთაებრივი, სადაც გამჟღავნდა მისი ნება ადამიანურ ენაზე, ეს სიტყვა ისე გაიგეს, ისე ვიგებ მე როგორც მოციქულებმა გაიგეს. ამიტომ დიახაც მან თავისი ღვთაებრივი ყოვლის შემძლეობით დღევანდელ დღემდე შემოინახა თავისი სიტყვა უცდომელად და მე ვკითხულობ ზუსტად ორიგინალს, რაც ქრისტემ თქვა, იმას ვკითხულობ დღეს მე. სხვანაირად იესო ქრისტე მაშინ ღმერთი არ არის. ან უსამართლოა, რაც გამორიცხული. და მესამე, რითაც დასტურდება, რომ სახარება არის ღვთაებრივი სიტყვა. 35 წელზე მეტია ყოველდღე ვკითხულობ და არა თუ ყოველდღე ახალია და ღვთისნება უფრო მეტად და მეტად სიღრმისეულად ავლენს თავს, არამედ უფრო და უფრო საინტერესოც ხდება და სულ არის 27 პატარა წიგნი, აი ამ ხელა წიგნი. 27 პატარა წიგნი. რა ვერ ამოუწურეთ ეხლა ასეთ. ამიტომ ვინც გულით დაიწყებს წმინდა წერილთან ურთიერთობას და თუ მისთვის წმინდა წერილი გაიხსნება, ის ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ამოუწურავი წიგნი და ამითაც დასტურდება, რომ ის არ არის ჩვეულებრივი წიგნი, არამედ ღვთის სიტყვა. დაიბადე ქვეყანაში, სადაც ქრისტიანული სარწმუნოება არ არის. რა უნდა ქნას ადამიანმა? ამაზე პირდაპირ პასუხი აქვს პავლე მოციქულს. ვინც წმინდა წერილს იცნობს, ამ კითხვას არ სვავს, იმიტომ რომ პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი, რომელსაც ქრისტეს შესახებ არაფერი გაუგია, ღვთის წინაშე წარსდგება თავისი სინდისით და დანარჩენი უკვე ღმერთის ხელშია. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მე უფრო მედარდება იმ ადამიანთა ხვედრი, რომლებიც ქრისტიანულ წიაღში არიან, რომლებიც ქართველები არიან და შესაბამისად ქართული კულტურას ატარებენ თავის თავში და ისინი ზურგს აქცევენ ქრისტიანობას. აი ეგ მადარდებს. და კიდევ უფრო მეტად მადარდებს იმ ადამიანთა ხვედრი, რომლებიც უკვე ეკლესიის წიაღში არიან, მაგრამ გაურბიან ქრისტესთან მჭიდრო ურთიერთობას. არ აინტერესებთ მისი ნება. არ უყვართ და ეს სიყვარული არ გამოვლინდება ყოველდღიურ ძიებაში უფლისა, ყოველდღიურ ერთგულებაში. გესმით? და რომელიც ვლინდება ზედაპირულ ქრისტიანობაში. აი ეს არის და ამას ერთ მაგალითს მოგიყვებით, ჩვენ პატრიარქმა მოგვიყვა მეუფეს ალბათ ესოდინება, იმიტომ რომ პატრიარქი ამას ყვებოდა ხოლმე და მე ვიყავი ჯერ სტუდენტი აკადემიის, როდესაც ეს პატრიარქთან შეკრებები იყო ხოლმე და იმ შეკრებებზე ერთხელ მოგვიყვა, რომ ერთი მღვდელი მივიდა ერთ ეპისკოპოსთან. 30 წლის წინანდელი ამბავია. 35 წლის წინანდელი. და ეუბნება რომ ეპისკოპოსი ეუბნება რომ მაკურთხეთ ეპისკოპოსო რომ მეუფერო, ესე იგი აფრიკაში მინდა გავიგე რომ ბევრი ორწმუნო ცხოვრობს და წავიდე მინდა რომ აი მამოს გაეღიმა, ყველა მიცის ეს. მე მინდა რომ ესე იგი
აფრიკაში ურწმუნოებს ქრისტეს ჯული უქადაგო. კარგი საქმეა შვილო, ღმერთმა დაგლოცოს, მოსაწონია. და მე სხვათა შორის ეკითხება მშობლებზე, ძმებზე, დებზე. აღმოჩნდა რომ ყველანი მის ოჯახში არიან ურწმუნოები. დედა, მამა, მშობლები, შვილები, ძმები, დები და შვილო სახში ქონია აფრიკაო და სად მიდიხარ? და ყველამ ჩვენ უღმერთობას მივხედოთ აქ შიგნით გულში და სხვა უღმერთობებს ღმერთი მიხედავს კაცო. ადამიანი რომელსაც აინტერესებს ღმერთის სამართლიანობა და ამ სამართლიანობისადმი ინტერესს გამოხატა იმას რა ეშველება, ეს ადამიანი არ ცნობს საკუთარ გულს, ჯოჯოხეთს ატარებს, ან უღმერთობას ატარებს საკუთარ თავში და მოიცლის სხვა უღმერთოსათვის. აი ეს არის და არათუ სხვას განიკითხავს, არამედ ღმერთს განიკითხავს, როგორ მე მომეცი, წმენა იმას არ მეცი, არ გესმით როგორ არის, ეს არის ისეთ საკითხში წვდომაც ჩარევის სურვილი, რომელიც ჩვენი საქმე არ არის და ჩვენი კომპეტენცია არ არის, ჩვენი კომპეტენციის მიღმაა ეს. ამას ძალიან კარგად ეხმაურება თქვენი სიტყვა პერიფრაზით ვიტყვი, ვინც არ იცისო ქრისტიანობა, უჩნდება დეფიციტი და იგონებს თავის ქრისტიანობას. და ეკლესიის წიაღში მყოფი არ ვითარდება. აი ყველაფერზე ფიქრობს, ყველაფერი აწუხებს, ყველაფერი მნიშვნელოვანია მისთვის, მაგრამ თვითონ სულიერად არ ვითარდება. ესეა ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ქრისტიანობას. და აფრიკაზე შეიძლება ფიქრობენ და სამყაროს ასე ვთქვათ მომავალზე. ამ კითხვასთან ახლოს დგას მამაო, მაგალითად არ იყო მორწმუნე, მაგრამ ყოველთვის კარგად იცხოვრა. რას ფიქრობთ ასეთ ადამიანზე? ღმერთმა უშუალოს ყველა კეთილ ადამიანს, მაგრამ აი კითხვა რო ესე დავსვათ. აი წარმოედგინეთ X ადამიანი, იგავური სახე შევქნათ, რომელიც დაიბადა 2000 წლის წინ იუდეაში. არის კეთილი ადამიანი, არაფერს არ აშავებს და ასე შემდეგ. და უცებ მის ცხოვრებაში მოხდა ისე, რომ ზუსტად მის ცხოვრებაში ღმერთი მოვიდა ადამიანად. და ნახეთ როგორ იყო ქრისტე რომ მოდიოდა, აი ქრისტე რომ გამოჩნდებოდა, ხო? ვიღაცისთვის ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ვიღაცისთვის დამნაშავე და ვიღაცისთვის ღვთაებრივი და ღმერთი. ეხლა ავიღოთ რომელიმე ეს X ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ვერ ხვდება, რომ ნელ-ნელა ხდებოდა ეს გაცნობიერება, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ვერ ხვდება, რომ ქრისტეს სიტყვა ეს არ არის უბრალოდ ადამიანური სიტყვა. ვერ ხვდება ამას. ან მაგალითად საიკითხავს სახარებას და ვერ ხვდება, რომ იქ აღმოთქმული სიტყვები არ არის ჩვეულებრივი სიტყვები. ვერ ხვდება, რომ ქრისტეს მიერ გამოთქმული, ქრისტეს მიერ ნაცხოვრები და ქრისტეს მიერ ჩადენილი არის სიკეთე კი არ არის უბრალოდ, ეს არის სიკეთის აპოგეა, აბსოლუტურ წვერვალს მიღწეული სიკეთე. ვერ ხვდება ამას. ესმით ვერ ხვდება. ადამიანი, რომელიც ესე იგი არ ფიქრობს მარადულ სიცოცხლეზე და შესაბამისად არ არის რეალისტი. არ ფიქრობს მარადულ სიცოცხლეზე, არ ფიქრობს თავის მომავალზე. ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამოკეტილია აი ამ მიწიერი ცხოვრების კანონებში, საკუთარ ხორციელ მიდრეკილებებში. არაფერს არ აშავებს, კეთილია. მაგრამ აი კეთილი შეიძლება იყოს ბოჩოლა, ბაჭია, ლეკვი. არაფერს არ აშავებენ ეს არსებები. გესმის, არაფერს არ დაშავება და ბუნებითი სიკეთის ქმნა არ გარღვევინებს იმ ჩარჩოებს, რომელიც აუცილებელია რომ გაარღვევო და მარადისობაში გახვიდე, იმიტომ რომ ადამიანი, იმიტომ ხარ ადამიანი, რომ შენ შეგიძლია ყოფიერების საწყისის, ანუ ღმერთის შემეცნება. და როცა ეს შენთვის დახურულია, კითხვა ჩდება, რატო ვერ ცნობს ადამიანი ქრისტეს? რატო ვერ იცნო ადამიანმა ქრისტეს? აი შეგიძლიათ მიპასუხოთ, რატო აი კეთილი ხო არის ყველაფერი, რატო ვერ ცნობს ქრისტეს? რატო? როდესაც ქრისტეს შემეცნების თავარი პირობა იცით რა არის? წმინდა გული. მეტარიყვენ წმინდანი გულით რამე თუ მათ ღმერთი იხილო. რატომ ვერ ხდება ქრისტეს შემეცნება? კითხვის ნიშანი მე მებადება, მე პასუხს არ ვცემ ამ კითხვას. მე მაოცებს უბრალოდ, რომ აი ადამიანი ყველაფრით შემკულია და ქრისტეს ვერ აცნობს.
თითქოს ცხოველის თვალებით უყურება, ლეკვის თვალებით უყურებს ქრისტეს, გესმით? ლეკვის თვალებით, ბოჩოლას თვალებით უყურებს ქრისტეს. გრიგო პალამა ამბობს ესეთ რამეს, დიდი ის იყო წმინდანი, რომ ფერისცვალების ჟამს, როცა ქრისტემ ფერი იცვალა და მოციქული აიყვანა და ქრისტეს ადამიანურ ბუნებაში გამოასხივა მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ. გრიგო პალამა ამბობს, რომ რომელიმე ცხოველი მყოლიყო, ცხვარი ყოფილიყო. ცხვარი კი ვერ დაინახავდა ამ ნათელს. ცხვარი ამ ნათელს, ცხოველს ამბობს, ის ცხვარს არ ამბობს. ცხოველი ამ ნათელს ვერ დაინახავდა. ანუ ღორს, ცხოველს, ცხვარს არ შეუძლია ღმერთის ხილვა, გესმით? და ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ მას ღმერთის ხილვის უნარი აქვს. და როცა ადამიანი ღმერთს ვერ ხედავს და არც ეძებს და არც აინტერესებს, რას ნიშნავს ადამიანური სიკეთე? რას ნიშნავს ეს? შევაფასოთ, თვითონ სიკეთის განმარტება რა არის? რა არის სიკეთე? რა არის სიკეთე, რომ დღეს ხარ და ხვალე 3 კილო ძვალი რო დარჩება, შენგან ეგ არის სიკეთე? და შენი ცხოვრების წესით ამას შეიძლება არ ამბობ სიტყვიერად, მაგრამ შენი ცხოვრების წესით ამას ქადაგებ, რომ არაფერი არ არსებობს, 3 კილო ძვალი იქნები 100 წლის მერე. მორჩა. ეს არის სიკეთე? ნიჰილიზმს რო ნერგავ შენი ცხოვრების წესით? გესმით? ეგ ერთი და მე ხა რამდენად დასაჯერებელია, რომ ადამიანი არ ცხოვრობს ტრანსცენდენტული ყოფიერებისკენ არ იყურება და ადამიანს შეუძლია იყოს ისეთი, რომელშიც ეგოიზმი არ არის, პატიმოყვარეობა არ არის, სიამაყე არ არის. ეგეთი ზღაპრების უკვე დიდი ხანი აღამჯერა საკუთარი თავიდან გამომდინარე. ვებრძვით ეგოიზმს, ანგარებას, პატიმოყვარეობას და სიამაყეს და ვერაფერს ვერ უშვები და როცა არც კი ებრძვი და არც კი იცი, რომ ეგოიზმი არსებობს, პატიმოყვარეობა არსებობს, საკუთარი სიმართლით ცხოვრება არსებობს, როცა ეს არ იცი და ადამიანი ეგ არის ზუსტად, ეს არის მისი ბუნება დაცემული. ეხლა რაზეა ლაპარაკი, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი კეთი, აბსოლუტური კეთილი, მაგრამ ღმერთი არ წავს. ეს ნიშნავს იცით, რომ მეორე ღმერთია. არ არსებობს სხვა ღმერთი ღმერთისგან. როგორ აუხსნა არამორწმუნეს ქრისტიანული რწმენა ამ პარტავნებისა და დაძალების გარეშე? კარგი კითხვაა ჩემი აზრით, დღევანდელი გამოწვევას მართლა. ჩემი აზრით ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ წმინდა წერილშია. ისევ წმინდა წერილის ცოდნის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს ეს კითხვა, იმიტომ რომ რაზეც უფალს პასუხი გაცემული აქვს, უკვე ჩვენ ალბათ აღარ უნდა გამოვიგონოთ. უფალი პირდაპირ ამბობს, რომ იყავით ნათელი ამას სოფლისა და ისევ წინავდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რომ მიხილონ რა ეს ნათელი, ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი ღმერთის ძიების. ანუ თუ შენ გინდა რომ შენ ხარ მორწმუნე და გინდა რომ შენი მოყვასი გახდეს მორწმუნე, ღვთის მადლმა შენში უნდა გამოასხილოს. ანუ გამოასხილოს იმ სათნოებებით, როგორიც არის ქრისტეს თვისებები: სიმშვიდე, სიმდაბლე, მორჩილება, დიცულოვნება, უპირობო სიყვარული და ამ გულმოწყალება. ეს ყველაფერი მაქსიმალურ რამში აყვანილი, იმედი, სიხარული, ბედნიერების განცდა, თან ეს თვისებები ისეთია, რომელსაც გარეგანი სამყარო ვერაფერს ვერ აკლებს, როგორიც არ უნდა იყოს გარეგანი სამყარო, ეს თვისებები შენში არის, არ კნინდება, გავხარ კეთილშობილი ლითოს, ოქროს, რომელიცადაც არ უნდა ჩააგდო, არ დაიჟანგება. როცა ასეთი თვისებები მქონია ქრისტიანი, ის როგორც წესი გარშემო მყოფ ადამიანებზე მოქმედებს. და ადამიანები ინტუიციურად, ყველა ადამიანი არის რა ღვთის ხატით და მსგავსი, ასეთი თვისებები ადამიანზე ინტუიციურად მოქმედებს და მათ უჩნდებათ სურვილი, ინტერესი, იმ წყაროსი, საიდანაც ეს ყველაფერი შენში შთაინერგა და გამოიხედებიან და აღმოაჩენენ, რომ ეს წყარო არის ეკლესია, რომელშიც ღმერთი ჰგიებს თავისი მადლით. ხო, აი ეს ხდება და ნებისმიერი სხვა მეთოდი, სიტყვიერი არგუმენტაციით დაწყებული ძალადობა მით უმეტეს, როგორც წესი არ ჭრის. არ ჭრის, იმიტომ რომ ადამიანში უნდა მოხდეს საიდუმლო შეხვედრა ღმერთთან. და მერე ამ ადამიანის თავისუფალი დასტური. და ნებისმიერი ძალადობა მის თავისუფლებასთან მოდის კონფრონტაციაში და პირიქით სულ 100%-იანი სიმართლე უთხრა, იქაც კი დაბრკოლდება ადამიანი. ამიტომ აი პასუხი არის სახარებაში. აი შემდეგი კითხვა ასეთი არის, რომ ნეგატიურ აკვიატებულ აზრებს რა მოუხერხოთ, როგორ გაანდევნოთ, რატომ მოდის თავში ეს ხომ არ მინდა ესეთი აზრები.
ნეგატიური და უარყოფითი აზრები ორი პრინციპით ხდება მათთან ბრძოლა. ეს არის პირველი არის პასიური, ანუ ყურადღებას არ აქცევ, იმიტომ რომ იცი რომ ისინი არის დემონური წარმოშობა. არ შეიძლება შფოთის მაუზრელი აზრები და ნეგატიური აზრები იყოს სიკეთისგან. ის არის ყოველთვის დემონური წარმოშობის. წმინდა მამებთან რო წაიკითხავ, გავუგრძნებ, ისინი ამბობენ რომ გული სიტყვების 80% დემონური წარმოშობისა. წარმოიდგინეთ რას ამბობენ. ხო და ესე იგი, მით უმეტეს როცა ის შფოთს აღძრავს და ნეგატიურია, პირდაპირ დემონური წარმოშობის არის. მას ვერ ვძვით ორი სახით. პირველი რაც გითხარით, ეს არის პასიური ბრძოლა, ან ყურადღებას არ აქცევ. ცოდვათაც კი არ გეთვლება ეს, იმიტომ რომ შენგან არ არის, ბოროტისგან არის. და მეორე არის აქტიური ბრძოლა. აქტიური ბრძოლა ეს არის უფლის სახელის მოხმობა, რომელიც, ანუ იესოს სახელის მოხმობა, რომელიც უნდა განხილული იქნას შენი ქრისტიანული ცხოვრების კონტექსტში და არა კონტექსტის გარეშე. ზოგს გონია რომ მარტო იესოს სახელის მოხსენება, ისე რომ არ კითხულობს წმინდა წერილს, არ კითხულობს წმინდა მამებს, არ ეზიარება და მოყვასთან ურთიერთობაში არ ვარჯიშობს სიმდაბლესში, სიმშვიდეში, მოთმინებაში, დიცულობაში, სხვადასხვა სათნოებებში. ხო, არამედ მარტო იესოს სახელს მოიხსენებს, ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ უფალი თავად გვასწავლის, არა ის, ვინც მეტყვის მე უფალო შევასას უფალოში. ხო, არამედ ვინც ღვთის ნებას აღასრულებს. ღვთის ნება მთლიანად კონტექსტში, ქრისტიანული სულიერი ცხოვრების კონტექსტში არის განსახილველი. ამიტომ ეს ორი პრინციპი, პასიური რომ ყურადღებას არ აქცევ, აქტიური რომ ებრძვი მას იესოს სახელის მოხმობით, ანუ გონებით გულში მოხმობით იესოს სახელით. აი ეს არის და გარკვეული გამოცდილება უგროვდება ადამიანს, რა თქმა უნდა, ესე რჩევას ეკითხება გამოცდილ ადამიანს, მათ შორის მოძღვარს და აი ეს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ადამიანს სულიერი აი ეს სწავლება, რითაც უნდა ვებრძოლოთ, არ შველის, იმიტომ რომ ვერ აკონტროლებს, საერთოდ ვერ აკონტროლებს ნერვულ სისტემას. ასე დროს ადგილია ხოლმე დაზიანებულ ნერვულ სისტემას და სამწუხაროდ ასე დროს სამწუხაროდ როგორ უნდა მოცემულობა, ამას თავის მიზეზია, რატო დაზიანდა ეგ ცალკე თემა და შეიძლება ექიმის ჩარებას დაჭირდეს, მათ შორის ფსიქიატრისაც კი, როცა უკვე ეს აკვიატებებში გადადის. ანუ ვერ უჯერებს მოძღვარს, ვერ, აი მოძღვარი ეუბნება ეს ექენი, ან ყურადღება არ მიაქციო, ან მოსვითებძოლე, ვერ ახერხებს ამას და მაშინ მას ჭირდება ექიმის დახმარებას. რომელიც არაფერი სამარცხვინო არ არის, აი მაგალითად კბილი რო ტკივა და თქვა მიხვედი ახლა მოძღვართან და მოძღვარო ლოცვაში ხელი მეშლება წმინდა წერილის კითხვაში, რატო კბილი ტკივა? ხო არ შეიძლება რომ მაგითხრას რომ კბილის ტკივილს ებრძოლე ლოცვით. კი, როცა გიჭირს უნდა ილოცო, მაგრამ ექიმი რისთვის არსებობს, ხო? ამიტომ ასეთივე შემთხვევა არის აქაც, რომ კბილი არ ტკივა, მაგრამ ნერვული სისტემა გაქვს სუსტი და შეგვიძლია ექიმის დახმარებას მიმართო. გონია შემთხვევა, როცა ჩემი რწმენა გახდა დაცინვისა და რაღაც გაკვირვების საგანი. სვერპლი გახდა ეს ადამიანის სხვისი მსხვერპლი ამ დაცინვისა და გაკვირვების სვერპლის სხვისგან. რა არის ასეთ სიტუაციაზე სწორი პასუხი, რომ არ ვილაპარაკო ეგოიზმით? ანუ რომ არ გამომივიდეს რაღაც ცუდი დიახ. თუ მართლა ქრისტესირო ხარ, იმიტომ დაქცინიან და ამის მიზეზი არ არის შენი ხანდახან არის რომ ადამიანს აქვს არაჯანსაღი რელიგიურობა. რაში ვლინდება? რა არის არაჯანსაღი რელიგიურობა? სხვადასხვა განმარტება აქვს ამას, მაგრამ ერთ-ერთი მოკლედ რო ვთქვა, ეს არის რომ ადამიანი რო ხდება მორწმუნე, კარგავს ჩვეულებრივი ადამიანის სახეს და ხდება არაჩვეულებრივი, ოღონდ არაჩვეულებრივი არა იმ გაგებით, რომ ახალქმნილება ხდება, გარდასახვა, მეტამორფოზის პროცესი იწყება, სიმშვიდე, სიმდაბლე, მოთმინება, დიცულოვნება, ოპირობა, სიყვარული, ეს კი არა. არაჩვეულებრივი ხდება, რაღაც ფსიქიკური წყობა ეცვლება და რაღაცა უცნაური ხდება, რომელიც შეიძლება ზოგ შემთხვევაში ფანატიზმი დაარქვა, ზოგ შემთხვევაში სიბრძნის დეფიციტი. ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი ადამიანები სახარების წინააღმდეგ მიდიან. მაგალითად, სახარებაში უფალი ამბობს, რომ ნუ დაუყრი მარგალიტს, ძაღლს და ღორს. ძაღლი და ღორი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო ურწმუნოებისა. ან მაგალითად იაკობ მოციქული ამბობს, ნუ ყველა მოძღვრით. ხო და ადამიანი ხანდახან ყველგან ცდილობს დაფიქსირებას, რაღაცის, ანუ არასწორად იქცევა. გესმით? ამისათვის მან კორექტირება შეიტანოს თავის საქციელში
და ეს მოძღვართან შეთანხმებით ეს განიხილოს მოძღვართან და თუ მოძღვარი ეტყვის რომ შვილო ამ შემთხვევაში ესე რატომ მოიქეცი აქ ასე რატომ მოიქეცი აქ ასე რატო თქვი გააჩუმდი დააწნარდი დაამშვიდი გესმის ნუ იმაშვები აფიშირებას არასწორად აკეთებ შენი სარწმუნოებისა საერთოდ ხანდახან შეიძლება შეიძლება არც გააკეთო აფიშირება ასე შემდეგ ანუ ეს არის კონკრეტული განსახილველი მოძღვართან მაგრამ თუ ადამიანი ასეთ რაღაცებს არ აშავებს სწორად იქცევა და მართლა იმიტომ დასცინიან რომ ქრისტიანია მაშინ ნეტარი ხარ და დიდება უფალს რა იმიტომ რომ ასე დროს ღმერთის მადლია შენთან გესმის და პირიქით გიხაროდეს მოწამეები ესაც ცხოვრებას გადიოდა მაგრამ თუ შენ არასწორად გამოხატავ შენ რწმენას და შენ არაჯანსაღი რელიგიურობა გაქვს ქრისტიანის სახელით და მე თან პლუს ისიც გეგონა რომ ქრისტიანობისათვის იდევნები მაშინ ძალიან საშიშია ხიბლი არის დასაწყისია ხიბლისა თუ განსრულებაც არის ხიბლის ამიტომ კონკრეტულად მოძღვართან შეაფასეთ თქვენი ეს კონკრეტული ცხოვრება როგორი გაქვთ რას აკეთებთ როგორი იქცევით და ამის მიხედვით დაუსვით დიაგნოზი საკუთარ თავს კი მამაო მადლობა სტუმრობისათვის როგორ არის შესაძლებელი ადამიანებმა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა იმისა რომ მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა ცოდვისა მოვახერხოთ და ნამდვილ რწმენას შეუდგეთ და უფალთან ცხადად კომუნიკაცია შევძლოთ კარგი სიტყვებია გამოვიჩინოთ გაბედულობა და ამ პარტავნებაში გადავარდნის გარეშე მე ესეთი ვრცელი კითხვაა, რომ ვრცელი პასუხია. ბოლოსთვის მოვიტანე. გეტყვით ერთ რამეს, რომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ. ნუ ქრისტიანობა არ უნდა გამოიგონოთ, ამაზე ვთქვით. იკითხეთ წმინდა წერილი და წმინდა მამები. გქონდეთ მოძღვართან ურთიერთობა. შეიკრიბეთ ეპისკოპოსის გარშემო. გიყვარდეთ ეკლესია და ენდეთ მას. იმიტომ რომ ადამიანი არის ქრისტიანი, თეოლოგი და ეკლესიას არ ენდობა, ეს არის სრული ნონსენსი, გაუგებრობა. და ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ იმ სათნოებას, რომლის გარეშეც ყველაფერი წყალში იქნება ჩაყრილი. ეს არის სიმდაბლე, თავდაბლობა. თავდაბლობა აუცილებლად ვლინდება მოყვასთან ურთიერთობაში. დააკვირდით თქვენ თავს როგორ იქცევით მოყვასის წინაშე. გესმით? აი ამ კუთხით შეაფასეთ თქვენი საკუთარი თავი. და მაშინ გადარჩებით, იმიტომ რომ თუ ადამიანის არ ცდილობს რომ თავდაბლობის საწინააღმდეგო ვნებებს ებრძოლოს, როგორც არის ეგოიზმი, ანგარება, საკუთარი სიმართლე, პატიმოყვარეობა, სიფიცხე, სხვებისთვის ჭკუის სწავლების სურვილი და 1000 რამეა თავდაბლობა, ღვთისგანგებულებისადმი ურჩილი. აი მაგალითად თავდაბალია ვერ იქნება ადამიანი, რომელიც წუწუნებს და არ მოსწონს არაფერი. გესმით? ვერ იქნება ესეთი ადამიანი თავდაბალი. არ მოსწონს ეკლესიაში, არ მოსწონს ოჯახში, არ მოსწონს მეგობრებში, არ მოსწონს სახელმწიფოში, არ მოსწონს სამშობლოში. მარტო უარყოფით ხედავს. ესეთი ადამიანი არის ურჩი. იმიტომ თავდაბალი პირველ რიგში ღვთისგანგებულებისადმი მორჩილებაში, თავდაბლობა ყველა პირველ რიგში ღვთისგანგებულებისადმი მორჩილებაში ვლინდება. და ასე შემდეგ, ეხლა თვითონ თავდაბლობა ესეთი რთული განსამარტებელია, რომ და ჩემი პასუხები ვიცი იმდენ კი ახალ კითხვებს ბადებს, მაგრამ ეს ყველაფერი აი ესე მოკლედ ასე შეიძლება ითქვას. თუ თქვენ აი გონივრულად და სიბძნით და აი ამ მნიშვნელოვანი სათნოებით განჟისუნარი, ხო? ადამიანი ყველა სათნოება დაგღუპავს, ნებისმიერი ლოცვას კი დაგღუპავს. თუ განჟით არ შეხედავ აი ამ სიტუაციას, გესმით? ნებისმიერი ღვაწლი. ამიტომ ეს არის თლიანი კომპლექსი ქრისტიანული ცხოვრებისა და რაც წეგან გითხარით, დარჩით ჩვეულებრივ ადამიანები. თქვენი უბრალოებით, თქვენი იუმორით, თქვენი ჩვეულებრივი ადამიანური რეაქციებით. ანუ ის რომ ადამიანი განხთობის პროცესი იწყება ადამიანში და სხვა ქნილებად უნდა გარდაისახოს, ის რაღაც უცხო პლანეტელი კი არ ხდება. აი სახარებას რო კითხულობთ, აღმოაჩენთ რომ მოციქულები და თავად ქრისტე ჩვეულებრივობას ავლენენ. ქრისტე ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომ მასთან თანაშეზდილი ძმებიც კი ვერ ცნობდნენ მასში, რომ რაღაცა განსაკუთრებული ხდებოდა, გესმით? 30 წლის განმავლობაში. იყავით ჩვეულებრივები, მაგრამ არა ცოდვის გამმართლებელი. უკასრავად სლენგის. გესმით, აი ეს არის. დიდი მადლობა ჩვენო ძვირფასო მამაო.